მოგესალმებით ყველას. ძალიან დიდი მადლობა მოგზანებისათვის. დღეს დისკუსიაც და ციკლი გრძელდება, რომელსაც ნედის პროექტი აფინანსებს. ჩვენ ბატონ სოზარ სუბარის ვთხოვეთ, რომ ჩამოსულიყო და წარმოედგინა თავისი შეხედულებები იმ საკითხებზე, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს. ამ შემთხვევაში ბატონი სოზარი მოწვეულია არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ ის ადამიანი, რომელსაც უდიდესი გამოცდილება და ინფორმაცია გააჩნია იმ საკითხზე, რომელზეც დღეს ვისაუბრებთ, ანუ პოლიტიკური შეხედულებები და დევნა. ბატონი სოზარი ყველამ კარგად იცით, რომ იყო სახალხო დამცველი საქართველოს, ჩემის აზრით ძალიან წარმატებული ადამიანი იყო ამ თავის საქმიანობის დროს. ასევე დღესდღეობით ბატონი სოზარი გაეროს ოფიციალურ მრჩეველთა საბჭოს წევრია და შესაბამისად ძალიან საინტერესო იქნება ბატონი სოზარის შეხედულებები და ასევე ვთქვათ ანალიზი იმისა ზოგადად საქართველოს ვთქვათ მაგალითზე, ან იგივე საზღვარგარეთ მაგალითზე რა ხდება. აქვე მინდა აღნიშნო, რომ ეს საკითხი ძალიან აქტუალურია მას შემდეგ, რაც კანონში ცვლილებები შევიდა, ხო? თუ მანამდე სხვადასხვა პოლიტიკური პარტია აცხადებდა, რომ მათი ვთქვათ აქტივისტების ამ ხარდაჭერის დაკავება ხდებოდა, ბუნებრივია ახლა პირდაპირ არ იყო ბრალდება წაღენებული პოლიტიკური საქმიანობა, მაგრამ ხშირად არის აქცენტები გაკეთებული, რომ დაკავებული მოხდა იმის გამო, რომ პოლიტიკური მისი საქმიანობა ხელს უშლიდა ვთქვათ ამ შემთხვევაში ხელისუფლებას. მაგალითად გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი მასწავლებელი გადააყენეს მხოლოდ იმის გამო, რომ რესპუბლიკური პარტიის ვთქვათ ხარდაჭერი იყო, მაგრამ სიტუაციას მე მგონი გართულდა მას შემდეგ, რაც კანონში პოლიტიკური პარტიების შესახებ ცვლილებები შევიდა და გარკვეულწილად ეს კანონი, ანუ განმარტებები იმდენად ბუნდოვანია, რომ შესაძლებელია ვთქვათ ადამიანი ვთქვათ აღმოჩნდეს ამ კანონის ღერძი, არა? რამდენად შეიძლება ეს ჩაითვალოს პოლიტიკურ დევნად, ანუ დევნად იმის გამო, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გაქვს. ახლა კანონი პირდაპირ ამაზე არ მიუთითებს, მაგრამ თუ იქ ბუნდოვანი მოსაზრებებია და რა იგულისხმება იქ ვთქვათ პოლიტიკურ საქმიანობაში, დღესაც მე პირადად ვერ გავიგე, ანუ განმარტებიდან გამომდინარე და ყველას კარგად გახსოვს კონტროლის პალატაში ადამიანების დაბარება, რომელსაც გარკვეული კავშირები ჰქონდა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან. ანუ ეს მოკლედ ეს რეზუმეს სახით რომ გავაკეთო, ბუნებრივია ფორმატი იქნება ესეთი. ძალიან გთხოვთ გამოსვლის დროს წარმოადგინოთ სახელი გვარი და თუ წარმოადგენთ რომელიმე საზოგადოებრივ გაერთიანებას ან პოლიტიკურ პარტიას ან არ ვიცი საინიციატივო ჯგუფს, უბრალოდ დაასახელოთ, იმიტომ რომ იბეჭდება შემდეგ საგაზეთო ვებსია და გაშიფრვისთვის უფრო მარტივი იქნება, ანუ თავის სტატუსი რო დააყოლოთ. ამავე დროს ძალიან გთხოვთ გამოსვლების დროს ვიყოთ ლაკონურები და ახლა ინტერნეტში კი ონლაინ რეჟიმში გავდივართ, მაგრამ ხოლმე არის ესე, რომ ნახევარი საათი სანდომებს ერთი ადამიანი მოსაზრების წარმოთქმას. ალბათ ვიყოთ კონკრეტულები და არგუმენტებით მოყავდეს, იმიტომ ხო, წუთი, 2 წუთი და ძალიან გთხოვთ, რომ რაღაც ფაქტებით, ანუ კონკრეტული არგუმენტებით გამყარებული იყოს. მე მესმის, რომ ბევრ ადამიანს სხვადასხვა დაკმაყოფილება შეიძლება ქონდეს ხელისუფლებას და ვთქვათ, არ მინდა რომ ლოზუნგებს დაემსგავსოს ჩვენი დისკუსია. კარგით, მე მინდა რომ განსხვავებული საზრიც იყოს და კამათიც იყოს. მე შევეცდები ოპონირებას გავხსნათ. კარგით, ბატონ სოზარ. ხო, დიდი მადლობა და ლაკონურობის მოწოდებას ჩემს თავზეც ვიღებ ბუნებრივია. თუმცა ვეცდები ცოტა შორიდან დავიწყო და არ დავიწყებ უშუალოდ აი იმ პოლიტიკურ შეხედულებებზე, იმიტომ რომ პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნა არის ზოგადი ნაწილი ადამიანის უფლებების ზოგადი მდგომარეობისა. გითხრათ სიმართლე, გუშინ ამოუბეჭდე გიორგი ტუღუშის ახალი მოხსენება და ამის აქ დავაგვიანე კიდევაც ისე გავერთე კითხვაში და იმდენად ძალიან კარგად დასაბუთებული კარგი მოხსენებაა და ცოტა უნდა ვერ მოახერხე გათიშული ქონდა ტელეფონი, უნდა გავაშაყირო კიდევაც გიორგი, იმიტომ რომ როდესაც გიორგის ირჩევდნენ ერთ-ერთი ზოგადად ძალიან დადებითად შეაფასა წინამორბედის ამ ჩემი მოღვაწეობა, მაგრამ მე ვთქვა, რომ ზოგადად არ მიმაჩნია გამართლებულად ამ ხელა მოხსენებების წერა 50 გვერდი საკმარისიაო და ვერ ჩაეტია, როგორც ხედავთ, 600 გვერდს გადააჭარბა.
მოითხოვს ამას რეალობა. ეს არის რეალობა და გიორგი ტუღუშიც კი შორიდან უყურებდა და ცხოვრობდა ამ ქვეყანაში და ისე როგორც თვითონ შეტაკანი განიცდიდა ამას, მაგრამ როცა უშუალოდ გიხდება საკითხის შესწავლა, სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდები და ბუნებრივია რომ ისიც ვერანაირად ვერ გაექცეოდა ამ რეალობას და აქედან დაახლოებით 300 გვერდზე მეტი თუ დაახლოებით 300 გვერდი არის ციხეებში არსებული მდგომარეობა და სიკვდილიანობა, რომელიც არის გამოწვეული ციხეებში ძალიან ხშირ შემთხვევაში ადმინისტრაციის უყურადღებობით და პატიმრებისთვის პატიმრების არ მკურნალობით. შემდეგ ეს სხვათა შორის იყო ტრადიცია, რომელიც მე დავნერგე, როდესაც სიკვდილიანობამ მიაღწია ძალიან შემაშფოთებელ დონეს, დავიწყე ესეთი რამე. გამოვითხოვეთ აბსოლუტურად ყველა გარდაცვლილი პატიმრის სამედიცინო საქმე, გამოვითხოვეთ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები გარდაცვალების შემდეგ და ჩავატარეთ ამისი სკრუპულოზური შესწავლა მაღალი დონის ექსპერტების მიერ. ეს იყო ძალიან შრომატევადი საქმიანობა, მაგრამ ამ შრომატევადმა საქმიანობამ მართლა თავზარდამცემი შედეგი გამოიტანა და აღლობით 90% შემთხვევაში გარდაცვალების მიზეზი იყო უყურადღებობა და არასწორი მკურნალობა, ან საერთოდ მკურნალობის არარსებობა. მაგალითად, პატიმარზე, რომელზეც სამედიცინო დასკვნაში წერია, სამედიცინო ისტორიაში წერია გარდაცვლილ პატიმარზე, რომ მას ყოველდღე უღებდნენ რენტგენს, ყოველდღე ხდებოდა მისი მოსმენა ფონენდოსკოპით, უნიშნავდნენ წამლებს და მას ჰქონდა მოცულობითი პროცესი თავში, ანუ ჰქონდა სიმსივნე. სიმსივნე თავში და გარდაიცვალა სიმსივნით თავში და ვერ უშველეთო ექიმები წერენ. გაკვეთა ექსპერტიზამ რა აღმოჩნდა? არანაირი მოცულობითი პროცესი, არანაირი სიმსივნე, არანაირი საერთო იმასთან, ეგრეთ წოდებულ კიბოსთან ტუბერკულოზი. იქ რო წერია სამედიცინო ისტორიაში რომ გავაშუქეთ ერთხელ, ორჯერ, ხუთჯერ, ექიმი უსმენს ყოველდღე. ერთხელ ფონენდოსკოპის დადება საკმარისი იქნებოდა რომ დაადგინათ რომ ამ ადამიანს ჰქონდა ტუბერკულოზი. ტუბერკულოზით გარდაიცვალა ახალგაზრდა კაცი, რომელსაც არ უტარდებოდა მკურნალობა და ეს უბრალოდ მაგალითია, მაგრამ ასეთი მაგალითები იყო ძალიან ბევრი. პატარა სტატისტიკას წავეკითხავ, რომელიც ძალიან ხშირ შემთხვევაში შოკში აგდებს უცხოელებს და უცხოელებთან ურთიერთობაზეც რამდენიმე სიტყვას ვიტყვი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ესეც. ეს სტატისტიკას რაც შეეხება. სიკვდილიანობა ციხეებში, მოდი, პირველი აქედან დავიწყოთ. 2009 წელს 91, 2010 წელს 142, 2011 წელს 140 პატიმარი და ეს არის ამ დროს სამინისტრო, საჭირო აღსრულების და პრობაციის სამინისტრო, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს აწვდის ინფორმაციას, რომ 70 პატიმარია გარდაცვლილი. ანუ სახელმწიფო უწყება ოფიციალურად იტყვება და ოფიციალურად ატყვევს საქართველოს ყველაზე სტრატეგიულ პარტნიორს. და თუ გიორგი ტუღუშის აი ამ მოხსენებასაც ჩავხედავთ, უკვე ნათლად დავინახავთ, რომ მიზეზი გარდაცვალების არის ისევ და ისევ იგივე, ისევ და ისევ ის, რომ არ მკურნალობენ ადამიანებს და ისევ და ისევ ის, რომ ეს მკურნალობა გულგრილობა და არასათანადო დონეზე ხდება. და ამ 140 და 142 კაცში არ შედის იმ პატიმრების რაოდენობა, რომლებიც მივიდნენ სიკვდილამდე, უკვე ექიმებმა დაადგინეს, რომ პრაქტიკულად ამის შველა არის შეუძლებელი, დარჩა 1 ან 2 დღე მაქსიმუმ, გამოწერეს და ზოგი გზაში გარდაიცვალა სახლამდე და იმათაც კი არ შეუწყვეტეს პატიმრობა. პატიმრობის გადავადება არსებობს ეს იცნება, გადაუვადეს ეს პატიმრობა, ეს ადამიანები გაუშვეს სახლში გარდაიცვალა მეორე დღეს, ერთ კვირაზე მეტი ჩემი პრაქტიკის დროს ეგრეთი არ ყოფილა და ეს რო იყოს უკვე დაახლოებით 50-60%-ით გაიზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც გარდაიცვალნენ ციხეებში. კიდევ ერთი სტატისტიკა, რომელიც ასევე არის ნათელი დადასტურება რა ტიპის ქვეყანაში ვცხოვრობთ, ეს არის პატიმართა რაოდენობა. წავიკითხავ წლების მიხედვით. ხო, მოდი, არა, ვცრავად. ჯერ პატიმართა რაოდენობამდე გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა. სტალინის პერიოდში ლაპარაკია
ომამდე და ომის შემდგომ პერიოდში, ანუ ყველაზე მძიმე წლებად ჩვენ რაც ვიცით, ეს არის 1937-დან 1945 წლებამდე საბჭოთა კავშირში გამომართლებელი განაჩენების რაოდენობა იყო დაახლოებით 10% საქმეების. ანუ 10,000 საქმეზე 10% არის რამდენი 1000 კაცი მართლდებოდა და უშვებდნენ პატიმრობიდან. საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ 2005 წელს გამართლდა 58 ადამიანი. 2006-ში 27, 2007-ში 8 ადამიანი, უკაცრავად. გეტყვით, პროცენტებსაც ვიტყვით. 2007-ში 8, 2008-ში 1 ადამიანი, 2009-ში 18, 2010-ში 8. ეხა პროცენტები. 2004-ში ეს არის 0.7%, 2005-ში 0.8 და ამის მერე იწყება. 2006-ში 0.2, 2007-ში 0.05, 2008-ში 0.01 და იმის შემდეგ ყოველწლიურად არის 0.01% გამომართლებელი. ანუ 0.01 ეს არის 100 ჯერ 1000-ში 1. იქ იყო 1000-ში 100. სტალინის დროს იყო 1000-ში 100. აი ეს არის შეფარდება გამომართლებელი განაჩენებისა. დაუჯერებელი რაღაცა იყო, ეხლა მე გადავალ ამ ამბავზე. ორიოდე კვირის წინ მქონდა ჩეხეთში ვიზიტი და იმ ვიზიტის მიზეზებზეც მოგესაუბრებით, ის უშუალოდ შეეხება ჩვენს თემას, პოლიტიკურ დევნას საქართველოში და აი და ნუ გაოცებულები იყვნენ, არიჯერებდნენ, რომ ასეთი სტატისტიკა შეიძლება არსებობდეს, შეხვედრა მქონდა საგარეო საქმეთა მინისტრთან უნდა მქონოდა შეხვედრა, მაგრამ ეს შეხვედრა გადაიდო იმის გამო, რომ მინისტრი მაშინ სირიის საკითხთან დაკავშირებით ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიქმნებდნენ, იქ იყო წასული და შეხვედრა მქონდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის თავმჯდომარესთან. ეხლა მეორე ასეთივე სტატისტიკა, სადაც კარგად ჩანს, რომ საქართველოში არ არის სამართალი და არ არის სასამართლო. საპროცესო შეთანხმებები 2005 წელს მოხდა 7358 დანაშაული, საიდანაც საპროცესო შეთანხმება 932 საქმეზე დაიდო. ნუ ეს 10%-ზე ცოტა ნაკლებ საქმეზე, ხო? 2006-ში 13000 დანაშაული და 3700-ზე დაიდო უკვე საპროცესო შეთანხმება. მე მგონი მეტია. 13,600-დან 3700-ზე დაიდო საპროცესო შეთანხმება. ჯერ თვითონ საქართველოს ხელისუფლების და სააკაშვილის ხშირად აცხადებს, რომ საქართველოში როგორ იკლებს დანაშაული და როგორ პირველ ადგილზე ვდგევარ სოფლიოში დანაშაულის სიმცირის თვალსაზრისით. მაშინ რატო ხდება, რომ ყოველწლიურად იმატებს დანაშაული? ის რაოდენობა. 2007-ში 17526 დანაშაული, საიდანაც საპროცესო შეთანხმება გამფორდა 8432 საქმეზე, ანუ უკვე ნახევარზე ავიდა. 2008-ში 17629 დანაშაული, საიდანაც 9207-ზე გამფორდა დანაშაული. ნახევარს გადააჭარბა. 2010-ის მონაცემი არა მაქვს, 2011-ში მაქვს მხოლოდ 11 თვის მონაცემი. ანუ დეკემბერი ჯერ არ იყო დათვლილი, როცა ეს ინფორმაციები ავიღე. და არა მაქვს დანაშაულის რაოდენობა, მაგრამ თუ წინა წელს იყო, ანუ 2008-ში თუ იყო 9000 საქმეზე, ახლა აქ არის 14498 საქმეზე გაფორდა საპროცესო შეთანხმება. რატომ? და ზოგადად რა არის საპროცესო შეთანხმების მიზანი? საპროცესო შეთანხმებას აქვს ორი მიზანი. პირველი, როდესაც ხდება როდესაც დანაშაულში ეჭვმიტანილი პირის საშუალებით არის იმედი, რომ უფრო სერიოზული საქმე გაიხსნება, ეს ძირითადად ეხება ორგანიზებულ დანაშაულს, მაგალითად, მაფია, ნარკოტიკების გასაღება, მაღალი დონის კორუფციული დანაშაული, რომელშიც მაღალი თანამდებობის პირები არიან ჩართული და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში აქვს ძალიან სერიოზული გამართლება საპროცესო შეთანხმებას, იმიტომ რომ თქვათ იმისთვის, რომ მე გავხსნა ძალიან სერიოზული დანაშაული, გავხსნა მაფიური დანაშაული, ადამიანი, რომელსაც მუქრება ძალიან მაღალი სასჯელი, შეიძლება იყოს საპროცესო, შეიძლება იყოს სამუდამო პატიმრობა ან ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც არის სიკვდილის დача, შეიძლება სიკვდილის დачаც იყოს. მიდის საპროცესო შეთანხმებაზე, მიდის, რომ
მიიღოს თავისთვის შეღავათი, შეიძლება იყოს სრული გათავისუფლებაც კი ან ნაწილობრივი გათავისუფლება და სამაგიეროდ ამხილოს დიდი დანაშაულებრივი დაჯგუფება. ეს სახელმწიფოს უღირს ამათ, საზოგადოებას უღირს ამათ, ეს არის ძალიან სერიოზული დანიშნულება ამ საპროცესო შეთანხმების და მეორე, როდესაც აშკარად ჩანს, რომ დანაშაულის ნიშნები არის სახეზე, როდესაც ბრალდებულმაც და გამოძიებამაც იცის, რომ ვერ გაექცევა მართლმსაჯულებას, იმიტომ რომ დამტკიცება ამ დანაშაულის არის შესაძლებელი ან მაღალი ალბათობით არის შესაძლებელი, მაგრამ ამავე დროს არსებობს საფუძვლიანი ეჭვი კი არა, სრული საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს გამოძიება შეიძლება გაგრძელდეს 1 წელი, 2 წელი, ამაში უნდა და ჩატარდეს უამრავი ექსპერტიზა, რაც ხდება ძალიან დიდი ფული, უამრავი მოწმე დაიკითხოს და ასე შემდეგ. ადამიანს თავაზობენ. შენ ხო იცით, რომ ჩვენ ამის დამტკიცება შევძლებთ, თქო ძალიან დიდი ხნის მერე და ძალიან ძვირი დაგვიჯდება. ამიტომ მოდი გავაკეთოთ ესეთი რამე, შენ აღიარე დანაშაული, ჩვენ მოვდივართ საპროცესო შეთანხმებაზე და სამაგიეროდ შენ მიიღებ შეღავათს. ჩვენ მალე დავამთავრებთ საქმეს და იაფი დაუჯდება სახელმწიფოს და საზოგადოებას და სამართალწარმოება იქნება იაფი, შენ კიდე მიიღებ შეღავათს იმაში, რომ თქვა ან ჯარიმით გამოხვალ, ან თქვა 20 წლის მაგივრად მიიღებ 5 წელს, 10 წელს, ну არ ვიცი. როგორც ამ შემთხვევაში არის პოლიტიკურად მიზანშეწონილი და სამართლებრივად მიზანშეწონილი. ეს არის მეორე ლეგიტიმური მიზანი საპროცესო შეთანხმების. ჩვენთან არც ერთი ლეგიტიმური მიზანი არ მოქმედებს, ჩვენთან არის ერთადერთი მიზანი, როგორ ამოიღონ ფული საზოგადოებიდან, ეს არის გადაქცეული საზოგადოების ბიუჯეტის გამდიდრების წყაროდ. ჯერ კიდე იმ პერიოდში, როდესაც ჰქონდა კარგი ურთიერთობა ამ გადაწყვეტილების ეგრეთ წოდებულ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, ზურაბ ადეიშვილი ტრაბახობდა, რომ $600,000 შევიტანეთ წელს ბიუჯეტში. აპარაკია თუ არ ვცდები 2004 წელზე შეიძლება 5, უფრო 2005-ზე. 600 თუ 2005-ზე მე მგონი $600,000 ქონდა შეტანილი, ისე რომ წელი არ იყო დამთავრებული. კარგი, შეურაცხყოფების გარეშე ძალიან გქონთ. ეს არა, ნადირობა არა, მე მოგეცემათ სიტყვა და კონკრეტულ მაკალით სიტყვა. და მესამე სტატისტიკა და ამით ვამთავრებ ამ სტატისტიკურ ნაწილს. გამიგრძელდა, მაგრამ რა ვქნათ. ესე იგი, 100,000 სულ პატიმარზე, პატიმრებმართა რაოდენობის მაჩვენებლით საქართველოს მსოფლიოში მეოთხე მაჩვენებელი აქვს. შეერთებულ შტატებში 100,000 კაცზე მოდის 730 პატიმარი. კუნძული არის სენტ კიტი და ვისენტი, აქ არის 659 პატიმარი. ოღონდ სენტ კიტი და ვისენტი ეს არის ამერიკის პროტექტორატის ქვეშ, პრაქტიკულად ამერიკის ნაწილია და იგი იმდენად ცოტაა მოსახლეობა, რომ ერთი პატიმარი რო გაუშვან, უცებ გადაინაცვლებს თქვათ მე-5 ადგილზე ან რაღაცაზე და ერთი პატიმარიც რო მიამატონ, შეიძლება ამერიკას გაუსწროს, იმდენად ცოტაა მოსახლეობა. რუანდა არის მესამეზე 595 და საქართველო არის მეოთხეზე 539-ში. ოღონდ ეს მონაცემი 539 აღებულია პატიმართა რაოდენობისა და საქართველოს მოსახლეობის შეფარდებიდან გამომდინარე, შეფარდება არის 4,5 მოსახლეობის რაოდენობა დაღებული 4,5 მილიონი. ჩვენ კარგად ვიცით, რომ რეალური მოსახლეობა ამ წუთში საქართველოში რაც არის 4,5 მილიონზე გაცილებით დაბალია. სხვადასხვა მონაცემებით სერიოზული ორგანიზაციების დათვლით ეს სადღაც 3,5 მილიონის ფარგლებში მერყეობს ამ მონაცემით გაცილებით მაღალია საქართველოში, ვიდრე შეერთებულ შტატებში, ვიდრე რუანდაში, ვიდრე სენტ-კიტსა და ვისენტში და პრაქტიკულად უდავო ჩემპიონები ვართ. თვითონ რაოდენობა 2004 წელს იყო 2003-ში იყო 6,500 პატიმარი დაახლოებით, 2004-ში 7,867, ეს არის 182 პატიმარი 100,000 მოსახლეზე, 2007-ში 18,309 პატიმარი, ეს არის 100,000 მოსახლეზე 418, 2007 წლის ბოლოს ამ ნოემბრის აქციების შემდეგ დაახლოებით 3,000 კაცი გათავისუფლდა და 2008 წლის ომის შემდეგ ისევ როცა პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა დაახლოებით 3,000 კაცი გათავისუფლდა ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებებით და მიუხედავად ამისა, რომ 6,000 კაცი 2 წელიწადში მოაკვდა 2010 წელს პატიმართა რაოდენობა მიაღწია 23,684, ხოლო გასული წლის ბოლოს 2011 წლის ბოლოს იყო 24,187 პატიმარი. და რომ შევადაროთ შორტ წასვლა არ გვინდა ჩვენ მეზობელ ქვეყნებს.
სომხეთში, აზერბაიჯანში, სადაც მოსახლეობა არის 11 მილიონი, პატიმართა რაოდენობა არის 20,000 კაცი. კამერუნში, მეზობელი არ არის, მაგრამ დაახლოებით ხო 17 მილიონი, პატიმართა რაოდენობა 23, ჩეხეთში 10 მილიონზე მოდის 23,000 ისე. ხოლო ჩვენს მახლობელ ქვეყნებში ერთ სულზე რაოდენობით მოსახლეობის ანალოგიური მაჩვენებელი არის. სომხეთში 100,000 კაცზე 146 პატიმარი, აზერბაიჯანში 228, რუსეთში 528 და რუსეთი იყო ჩვენზე წინ და წელს შარშან მოვაყარხეთ და გავხსნარით. ბელარუსიაში 381. ეს ამით პრინციპში ამოუწურე სტატისტიკაზე საუბარი, ახლა გადავალ უშუალოდ ჩვენს თემაზე, რაც შეეხება პოლიტიკურ დევნას. პოლიტიკური დევნა ეს არის ის საკითხი, რომელიც ყველაზე საკამათოა ხოლმე და როდესაც ვიყავი სახალხო დამცველი, პრაქტიკულად შეიძლებოდა ყველაფერი ეპატიებინათ, ყველაფერზე ეთქვა ხელისუფლებას, რომ ისინი არაპირებენ გაამწვავონ ურთიერთობა და განცხადებები ესეთი, რომ ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ, გამოვასწოროთ, ყველაფერში არ გეთანხმებით, მაგრამ ზოგ რამეში შეიძლება მართალი იყოს, საკმარისი იყო პოლიტიკურ დევნაზე, პოლიტიკურ პატიმრებზე, პოლიტიკური ნიშნის ადამიანების დაპატიმრებაზე ამომეღო ხმა, რომ იქ იწყებოდა ისტერიკა და იქ თუ ეს თემა შევიდოდა მოხსენებაში, იქ ყველაფერი იყო წყალში ჩაყარილი, მაგრამ ამ თემის გვერდის სწავლა არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ ეს არის ძალიან სერიოზული თემა და პრაქტიკულად შეიძლება ციხეებში იყოს ძალიან მძიმე მდგომარეობა რომელიმე ქვეყანაში, შეიძლება პატიმრების რაოდენობით ეს ქვეყანა უდავო ჩემპიონი იყოს, შეიძლება უამრავი სხვა დარღვევაც არსებობდეს, მაგრამ საბოლოოდ ქვეყანაში არის თუ არა დემოკრატიის ნიშნები, ჩანს იქიდან ქვეყანაში ხდება თუ არა განსხვავებული აზრის ადამიანების დევნა, ხდება თუ არა ადამიანების დაპატიმრება პოლიტიკური ნიშნით, ადამიანების გაშვება სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით, ადამიანების შევიწროება პოლიტიკური ნიშნით. თუ ეს ხდება, იმ ქვეყანაში დემოკრატიის ნიშანსყვალზე ლაპარაკი არის ზედმეტი. სხვა უამრავი პარამეტრი შეიძლება იყოს მოგვარებული ყველაფერი. ხა საბჭოთა კავშირში სოციალური საკითხები იმდენად კარგად იყო მოგვარებული, რომ ძალიან ბევრი განვითარებული ქვეყნისთვისაც შეიძლება სანატრელი იყოს და შრომის უფლება, ჯანმრთელობის დაცვის უფლება, განათლების უფლება, ეს და ზოგადად სოციალურ-ეკონომიკური პაქტის გათვალისწინებული უფლებები, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლებებია. ჩემს სოფელში, რომელიც ერთი პატარა სოფელია, 420 კომლიანი, მამაჩემი იყო მთავარი ექიმი, 25 კომლიანი, ისა 25 საწოლიანი საავადმყოფო იყო. დღეს რომ ტრაბახია რომ 15 საწოლიანი ახალი საავადმყოფო გავხსენით, სადღაც საგარეჯოში, სადაც არის 100,000 მოსახლე, ხო? 25 საწოლიანი საავადმყოფო იყო ერთ პატარა სოფელში, რომელიც მთლიანად იყო დატვირთული ზამთრის პერიოდში. როდესაც არ იყო შრომის სეზონი, ყველა ცდილობდა რომ რაღაცა პროფილაქტიკა თუ რამე აწუხებდა ამ დროს ემკურნალად. ანუ სოციალური დაცვით ის ქვეყანა, რა ვიცი, არ მგონია რომელიმე ქვეყანა დღეს ამ სტანდარტს ახლოს მიდიოდა. კი, არის ქვეყნები, სადაც საფრანგეთში, შვედეთში, დანიაში სოციალური დაცვის სტანდარტი არის ძალიან მაღალი, მაგრამ საბჭოთა კავშირი ამხრივ გამორჩეული იყო, მაგრამ არავის არ უსხამს, რომ საბჭოთა კავშირში იყო დემოკრატია ან ადამიანის უფლებების დაცვა. რატომ? იმიტომ რომ პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა ხდებოდა. ოღონდ ჩვენი დღევანდელი ცხოვრება ერთი რამით განსხვავდება იმ საბჭოთა კავშირისგან, რომელიც აქ ყოფ უმრავლესობას გვახსოვს, არ ვლაპარაკობ 30-იან წლებზე. საბჭოთა კავშირში შეიძლება გადაესახლებინათ, თქვა, მერაბ კოსტავა ციმბირში, იმიტომ რომ ის ითხოვდა საბჭოთა კავშირისთვის მიუღებელ რამეს, საქართველოს დამოუკიდებლობას, მაგრამ მისი ოჯახის წევრს ამის გამო არ იჭერდნენ, არ სვამდნენ ციხეში და სამსახურიდანაც თუ რამე მაღალ თანამდებობაზე არ მუშაობდა, ან პოლიტიკურად თანამდებობაზე, ან თქვა სამართალდამცავ სტრუქტურაში არ მუშაობდა, არც იქიდან არ ათავისუფლებდნენ. მეტიც შრომა ყველას უნდა მუშავა. დღეს საქართველოში არაერთი ადამიანი არის ციხეში მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მათი ოჯახის წევრები, მათი ახლობლები პოლიტიკურად აქტიურები არიან. ამის არაერთი მაგალითი არის აღწერილი იგივე ჩემს მაგალითებში. და სხვათა შორის რო არ ვთქვათ, რომ ამ შემთხვევაში სახალხო დამცველი ან რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია არის პოლიტიკურად მიკერძოებული, შეგვიძლია ისეთი მიუკერძოებელი ინსტიტუტების ანგარიშებში ჩავიხედოთ, როგორიც არის თქვათ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებები, სადაც თუ მოუნახე ახლა ეს კურსელი, კაფიოდ წერია, რომ საქართველოში ხდება პოლიტიკური ნიშნის ადამიანების დევნა, პოლიტიკური ნიშნის ადამიანების დაპატიმრება და საქართველოში არიან პოლიტიკური პატიმრები.
მართალია სახელმწიფო დეპარტამენტი ტერმინ პოლიტიკურ პატიმარს არ იყენებს, მაგრამ შინაარსით ეს იგივეა. აი უკაცრავად სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენება 2010 წლის დასკვნაში. 2008 წლის პირველ ნახევარში სახალხო დამცველის ანგარიშში 5 პოლიტიკური პატიმარი იყო მოხსენებული, ხოლო ამავე წლის მეორე ნახევარში მხოლოდ ერთი პოლიტიკური პატიმრის შესახებ იყო ინფორმაცია. ამ ადამიანებიდან 3 კვლავ რჩება პატიმრობაში. ესენი არიან მერაბ რატიშვილი, ჯონი ჯიქია, მაია თოფურია. ეს არიან ის ადამიანები, რომელთა შესახებ იგივე შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველწლიურად იმეორებს თავის მოხსენებებში. პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული დასკვნა გამოაქვეყნა ფრანგულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ერთ-ერთი გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია ეს არის FIDH, ეს არის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია, რომელმაც შეისწავლა რამდენიმე ათეული საქმე და რამდენიმე ათეულ ადამიანზე დადო დასკვნა, რომ ისინი არიან პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულები და პოლიტიკური პატიმრები. როცა ძალიან ხშირად იგივე საქართველოს პარლამენტის წევრები და სამწუხაროდ ზოგიერთი უფლებადამცველიც ამბობს, რომ პოლიტიკური პატიმარი არ არის სწორი ტერმინი, ესეთი იურიდიული ტერმინი არ არსებობს და ჩვენ გვირჩევნია გამოვიყენოთ უკანონო პატიმარი. ეს არ არის თლად სწორი მიდგომა, იმიტომ რომ ჯერერთი ტერმინი პოლიტიკური პატიმარი დამკვიდრებულია იურიდიულ ლიტერატურაში, დამკვიდრებულია შემოტანილია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, თავდაპირველად ამ ტერმინს ამკვიდრებდა Amnesty International და რას უწოდებთ თქვათ მერაბ კოსტავას უკანონო პატიმარს თუ პოლიტიკურ პატიმარს და თუ კი მერაბ კოსტავას უწოდებთ უკანონო პოლიტიკურ პატიმარს, რატო არ შეიძლება უკანონო პატიმარი უწოდოთ იმ ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით არიან დაპატიმრებული დღეს საქართველოში. და მეორე, რაც შეეხება არის თუ არა იურიდიული ტერმინი, ამ რამდენიმე წლის წინ ევროპის საბჭომ შემოიტანა ტერმინი პოლიტიკური პატიმარი ოფიციალურ მიმოქცევაში აზერბაიჯანთან დაკავშირებით სხვათა შორის და განსაზღვრეს კიდევაც კრიტერიუმები რა არის პოლიტიკური პატიმრის კრიტერიუმები და იქ შეიძლება იყოს და ამ კრიტერიუმების მიხედვით ადამიანი შეიძლება იყოს დაპატიმრებული სრულიად სხვა საბაბით ოფიციალურად, მაგალითად ნარკოტიკი, თაღლითობა, რა ვქია, გაყალბება, ხულიგნობა, მაგრამ ეს ყველაფერი აჯდება პირდაპირ პოლიტიკური პატიმრის სტატუსში, თუ ამ შემთხვევაში ეს ადამიანი არის პოლიტიკურად აქტიური და თუ სასამართლო და გამოძიება წარიმართა არა კეთილსინდისიერად და მიკერძოებულად. ერთ მაგალითს ვიტყვი, გვარს ვერ ვიხსენებ, ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც 2008 წლის აქციების დროს იქნა დაპატიმრებული ავარიის გამო. მისმა მანქანამ სხვის უცნობი მოქალაქის მანქანას შემთხვევით გაკრა, აი ოდნავ მანქანა არც კი იყო დამწრეული. ბრალდება რა იყო? არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, არამედ სხვისი ქონების განზრახ დაზიანება. შეიძლება თუ არა ეს ადამიანი ჩავთვალოთ პოლიტიკურ პატიმრად, ბუნებრივია. სხვა ბრალდება აქ ვერ იქნება მიყენებული. ადამიანი, რომელიც დღეს იხდის სასჯელს, რეზო კლდიაშვილი, რომლის დაპატიმრებას და რომლის წინააღმდეგ საქმის აუძვრას მე ვითხოვდი მრავალგზის. ეს ადამიანი იყო ეს ადამიანი იყო პოლკოვნიკი პოლიციის, გორის პოლიციის სამმართველოს უფროსი, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე, შემდეგ იყო სამხედრო პოლიციაში ადამიანი, რომელზეც ჰქონდა დასაბუთებული ეჭვები, რომ იყენებდა ძალადობას მოწმეების დაკავებული ადამიანების წინააღმდეგ, იყენებდა იარაღისა თუ ნარკოტიკის ჩადებას, დაიჭირეს 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ, როდესაც უკვე გათავისუფლებული იყო სამსახურიდან, იყო ირაკლი ოქროაშვილის პარტიაში, თბილისში გამოცხადებული იყო კომენდანტის საათი და ამ ადამიანს თბილისის ცენტრში აჩერებენ და მისი საბარგულიდან ამოიღეს ვითომ ავტომატი. მაშინ როცა ამ ადამიანს ავტომატიც ჰქონდა გაფორმებული თავის თავზე ლეგიტიმურად პისტოლეტის და ყველანაირი იარაღიც მე მგონი და ახლა გიჟი არ იყო. ხშირად ვითხოვდი მის წინააღმდეგ საქმის დაწყებას, იმიტომ რომ მიმაჩნდა რომ ის არ ღვევდა ადამიანის უფლებებს, არ ღვევდა კანონს, მაგრამ გიჟი ნამდვილად არ იყო ეს ადამიანი და ზუსტად რა მეთოდითაც მიმაჩნდა და მქონდა ეჭვი რომ ის რა მეთოდსაც იყენებდა სხვის წინააღმდეგ, იგივე მეთოდი იქნა მის წინააღმდეგ გამოყენებული.
7 წელი. ნუ ამ შემთხვევაში ის არის პოლიტიკური პატიმარი. მე არ ვიქნებოდი წინააღმდეგი ეს ადამიანი ყოფილიყო ციხეში. თუ მას დაუმტკიცებდნენ იმ ბრალდებებს, რაც ეს მე მქონდა ეჭვი მის წინააღმდეგ, მაგრამ არ შეიძლება ადამიანი დააკავო უკანონო და შეთითქმული ბრალდებით, ასე რომ ამ ეპიზოდში ის არის პოლიტიკური პატიმარი. პოლიტიკური დევნის და ზოგადად პოლიტიკურ კანონის მანიპულაციის ნათელი მაგალითია ის, რაც ხდება წლების განმავლობაში საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით. რამდენიმე მაგალითს გავიხსენებ, აქ ყველანი ძალიან ბევრი პოლიტიკოსია, რომლებმაც ეს საკითხები ჩემზე უკეთესად იციან, მაგრამ უბრალოდ მაინც გავიხსენებ რამდენიმე საკითხს. 2006 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომლითაც ესე იგი ყველა ხმა ამა თუ იმ ოლქში გამარჯვების შემთხვევაში პროპორციული სიით ყველა ხმა მიქონდა გამარჯვებულ პარტიას, თითქმის ყველა ხმა. ანუ შეიძლება ერთ პარტიას მიიღო ხმების 30%, 35% თქვა პირველ ადგილზე გასულს, მეორე ადგილზე გასულს მიიღო ხმების 33%. პროპორცია შესაბამისი კი არ იყო, არამედ პროპორცია შეიძლება ყოფილიყო რომ თვითმმართველობის ორგანოში, თქვა თბილისის საკრებულოში ერთს გაიყვანა 30 და მეორე 3 ადამიანი. ეს ხო მთლიანად მორგებული ნაციონალურ მოძრაობაზე და მოქმედ ხელისუფლებაზე, იმიტომ რომ ეს იყო იმ მომენტში ნაციონალურ მოძრაობას ეს სჭირდებოდა. ეხლა ჩვენ რო ვთქვათ რომ არის თუ არა რომელიმე ქვეყანაში მსგავსი კოდექსი. კი არის და მაგალითების მონახვა შეიძლება და იმ ქვეყნებზე ვერ ვიტყვის რომ ის არ არის დემოკრატიული, მაგრამ ეს იმ კონკრეტულ შემთხვევაში სჭირდებოდა კონკრეტულად ნაციონალურ მოძრაობას, ხოლო მოგვიანებით, როდესაც ნაციონალური მოძრაობა ჩათვალა რომ მისთვის აღარ იყო მომგებიანი ასეთი საარჩევნო სისტემა, მათ სასწრაფოდ გააუქმეს ეს საარჩევნო სისტემა. ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო კონსტიტუციაში ცვლილებები, რომლითაც განსაზღვრა რომ 100 კაცი უნდა ყოფილიყო პროპორციული სიით არჩეული პარლამენტში, 50 კაცი უნდა ყოფილიყო მაჟორიტარული სიით არჩევნები, მაგრამ როგორც კი 2007 წლის ნოემბრის აქციების შემდეგ, როცა პრეზიდენტს მოუწია გადადგომა და უცებ ნათელი გახდა რომ ნაციონალური მოძრაობის რეიტინგმა დაიკლო, მათ ჩათვალეს რომ ეს პროპორცია მათთვის არ იქნებოდა სასარგებლო, მათთვის უკეთესი იყო რომ ყველა რაიონში მაჟორიტარი პარლამენტარი არჩეულიყო და მათ მიერვე შერჩეული კანონი სასწრაფოდ შეცვალეს ისევ მათსავე სასარგებლოდ. რომელია უკანონო, რომელია არადემოკრატიული ვერ ვიტყვით. ორივე დემოკრატიულია. ისიც რომ ყველა რაიონს ყავდეს მაჟორიტარი და ისიც რომ პროპორცია იყოს განსხვავებული, მაგრამ ისევ იმ კონკრეტულ შემთხვევაში შეიცვალა კანონი ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ. 2011 წლის განმავლობაში, როცა ჯერ 8-იანი, შემდეგ რაღაცა 8-იანი დაიშალა და რაღაც სხვა ფორმატში გაგრძელდა საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა, მიღებული იქნა ცვლილებები, რომლებიც ზოგი აუარესებდა ოპოზიციური პარტიების მდგომარეობას, ზოგი აუმჯობესებდა, მაგრამ მთლიანობაში იყო პაკეტი, რომელიც უფრო ნორმალური იყო, მათ შორის შეიცვალა, თქვათ, ერთი ცვლილება იყო, რომელიც ეხებოდა რა ქვია, გაზრდას მოქალაქეებისა და იურიდიული პირების მიერ შენატანების რაოდენობის გაზრდა, დაფინანსების გაზრდა პოლიტიკური პარტიისთვის. თქვათ 100.000-მდე გაიზარდა იურიდიული პირის მიერ შესატანი თანხის ოდენობა. ეს აწყობდა ძალიან პირველ რიგში ნაციონალურ მოძრაობას, იმიტომ რომ საქართველოში პრაქტიკულად ვერ მოუნახავდით იურიდიულ პირს, ფირმას, რომელიც გაბედავდა და რომელიმე ოპოზიციურ პარტიას დააფინანსებდა, მაგრამ როგორც კი ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა ასპარეზზე, მათ კანონი სასწრაფოდ შეიცვალა და მეტიც კანონს მიანიჭეს უკუქცევის ძალა და იურიდიულ პირებს საერთოდ აუკრძალეს იურიდიული პირების დაფინანსება. ხოლო როდესაც მოგვიანებით შეტანილი ცვლილებებით კიდე კონტროლის პალატას მიანიჭეს ისეთი უფლებები, რომელიც პრაქტიკულად არც კონსტიტუციით არის რეგლამენტირებული და ერთი პირის, ერთი კონკრეტული პარტიის, ერთი კონკრეტული კოალიციის მიერ არის რეგლამენტირებული. ისა კონკრეტული პირის და კონკრეტული პარტიის წინააღმდეგ არის მიმართული. უბრალოდ რამდენიმე ახსნა განმარტებას დავიკითხავ, რომელიც ჩვენ ძალიან შევეჩვიეთ, რომ ასე ხდება ამ ქვეყანაში, მაგრამ
უცხოეთში, როდესაც ამ მასალებს თარგმნით და ვაგზავნით უცხოეთში, შოკში არიან, რომ აქამდე სად ვიყავით, აქამდე როგორ არ ვიცოდით, რომ ასეთი რამე ხდებოდა ქვეყანაში. პირველ გვარს არ წავიკითხავ, იმიტომ რომ იქ რაღაცა ქვემოთ მიხვდებით, რატომ არ ვკითხულობ. ქალბატონი საგარეჯოს რაიონის ერთ-ერთი სოფლიდან დაიბარეს კონტროლის პალატაში. 10 პოლიციელი დახვდა ამ ადმინისტრაციულ ორგანოში გამოცხადებულ პოლიციელი, რომელსაც არაფერი ესაქმებოდა. გახადეს ქურთუკი, გაჩხრიკეს თავიდან ბოლომდე, დაატოვებინეს მობილური, გამოკითხდა დაკითხეს, დაკითხვაზე ეკითხებოდნენ, იყო თუ არა მოძრაობა ქართული ოცნების მხარდაჭერი, ვინ აიძულა, რომ ყოფილიყო ქართული ოცნების მხარდაჭერი, როგორ უნდა აიძულა, ახლა ოპოზიციურმა პარტიამ რო იყოს მხარდაჭერი. ხომ არ დაპირდა ვინმე ამისთვის ფულად განმარტებას, ისა ფულად გასამრჯელოს, მას აძლევდნენ, ჭყალებში განმარტებას, რომ ის არ ღვევდა საქართველოს კონსტიტუციას იმის გამო, რომ იყო ქართული ოცნების მხარდამჭერი და ეწეოდა ქართული ოცნების სასარგებლოდ აგიტაციას. ამაზე ამ ქალბატონმა უპასუხა, რომ ის აგრძელებდა ხელმოწერებს ვიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით და მომავალშიც გააგრძელებდა ამის გაკეთებას. რის გამოც ახლა კონსტიტუციას არ ღვევდნენ ისინი, ვინც ამას აკეთებდნენ, მაგრამ გეუბნებით რაც უთხრეს. ამას მოყვა მუქარები, რომ მოხდებოდა მისი ფიზიკური ლიკვიდაცია და მისი შვილები დარჩებოდნენ დედის საქმეზე. აიძულებდნენ რომ დაესახელებინა ადამიანები, რომ ვინმესგან ხო არ ქონდა მიღებული ფული ან სხვა მატერიალური სიკეთე და ეკითხებოდნენ პირადი ცხოვრების შესახებ, კერძოდ ხო არ ქონდა სასიყვარულო ურთიერთობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერთან საგარეჯოში. ამის გამო არ დავასახელე ამ ქალბატონის გვარი. მეორე საგარეჯოს რაიონის მკვიდრი რესპუბლიკური პარტიის წევრი ნონა ბუზიაშვილი, დაახლოებით იგივეა აქაც ეკითხებოდნენ, სად ცხოვრობდნენ, ის არის ირჩედნენ მის ოჯახის წევრები თავს, იცოდნენ თუ არა მის ოჯახის წევრებმა, რომ თვითონ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებას ჩადიოდნენ და აზრზე მოდი რასაკეთებ, არ იცი სად ცხოვრობ, ხო არ მოუგროვებია ხელმოწერები ვიძინა ივანიშვილის და კანტელის მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით. ვინ იყვნენ კიდევ მხარდამჭერები ქართული ოცნების. აღარ წავიკითხავ ახლა, აქ ძალიან ბევრი ესეთი საქმეა და ეს არის ტიპიური პოლიტიკური დევნა. ხო, ჩვენ ახლა ამ შემთხვევაში უბრალოდ მე მყავს ჯგუფი, რომლებიც დადიან თელ საქართველოში და ჩემი თხოვნა იქ ეს ჩვენს მიერ ჩამორთმეული ახლა განმარტებებია. ჩვენი თხოვნა იქნება, რომ აქაც როცა ჩამოვლენ დაეხმაროთ მობილიზებაში და შეახვედროთ ყველა იმ ადამიანს, ვინც არის დაკითხული, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა 2 კვირის წინანდელ საქმესთან დაკავშირებით უბრალოდ ხო, დამიკავშირდნენ 2 კვირის წინ ჩეხეთიდან როგორც ყოფილ სახალხო დამცველს და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელს და მთხოვეს ჩაუსულიყავი საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე. იქ წდებოდა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ეხებოდა ძალიან ჩვენს რამდენიმე მოქალაქეს, ადამიანები, რომლებიც ჩეხეთში ითხოვენ თავშესაფარს პოლიტიკურს, იმიტომ რომ მათ წინააღმდეგ არის დევნა და საქმე არის ესე, რომ უნდა გადასცენ თუ არა, გამოსცენ თუ არა ეს ადამიანები საქართველოს. იქ მე მაჩვენეს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩეხეთის ელჩის წერილი, უბრალოდ იქ არ ჩვენებიათ, მაგრამ მოგვიანებით მოვიპოვე მე ეს წერილი, რომელიც მან გაუგზავნა თავის სამინისტროს, სადაც არის ლაპარაკი, რომ საქართველოში არ ერგოვა ადამიანის უფლებები, საქართველოში მიმდინარეობს სასამართლოს რეფორმა, საქართველოში ციხეებში არის ძალიან კარგი მდგომარეობა და ეს მიუახლოვდა ევროპულ დონეს და ზოგადად ყველაფერი არის ძალიან კარგად. ეს ის ჩეხეთის ელჩია, რომელმაც რამდენჯერმე გააკეთა ძალიან მკაცრი განცხადებები, როცა მიტინგეების მხრიდან იყო გამოჩენილი, თქვათ, ერთგვარი ძალადობის აქტები ხელისუფლების მომხრეთა წინააღმდეგ, თუმცა არასდროს არ გაუკეთებია მსგავსი შეფასებები იმ ფაქტებზე, რომლებსაც ჩვენ ვსაუბრობთ. მე ეს ყველაფერი ვთქვი და ამავე დროს ვუთხარ, რომ მივაწვდიდი დამატებით მასალებსაც და პრაქტიკულად ყოველდღურად ვაწვდიან მასალებს. შეიძლება ითქვას, რომ ამ ჩვენი მოქალაქეების საქმე უკვე ალბათ გადაწყდება დადებითად, იმიტომ რომ
ექსტრადიცია მათ არ დაამოქმებათ. მარტივ რამეს გეტყვით მიზე ერთი რაც ამოუბეჭდე და მივეცი ეს იყო ალი ჰუსეინ ალის საქმე. და რატომ მაინც ჰუსეინ ალის საქმე? ეს არის ადამიანი ინვესტორი, კანადელი, წარმოშობით არაბი, რომელმაც ჩადო დიდი ინვესტიცია საქართველოში დაახლოებით 30 მილიონი სიგარეტის წარმოებაში. და წაართვა მას ეს ინვესტიცია პარლამენტის წევრის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის მიხეილ მაჭავარიანის ბიძამ ჭუტა წერეთელმა, ჭუტას რა ქვია ოფიციალურად? ბიძა, ხო. არა, თამაზი, გონი, ხო, ნუ რაც ქვია წერეთელი. ერთ-ერთი ადამიანი, ვინც არის იქ დაპატიმრებული ამ წუთში და ელოდება ექსტრადიციას, არის თბილისში ორთაჭალჰესის მოწილე იყო ერთ-ერთი. მას მოსთხოვა ჭუტა წერეთელმა, რომ გადაეცა მისთვის ეს წილები, რაღაც მინიმალურ ფასად ეს არ დათანხმდა. მას აღუდგა საქმე. ბრალდებით, თავისუფლების ბრალდებით მან მოასწრო გაქცევა ქვეყნიდან, მოითხოვა ის თავშესაფარი. ორჯერ იყო დაპატიმრებული, ერთხელ თბილისად ნახევარი იჭდა და მერე გამოუშვეს, ნუ ბუნებრივია გაუცდელობის ხელწერილი და ეხლა კიდევ დაპატიმრებულია და უნდა გადაწყვეტს მისი გადმოცემის საკითხი. ეხლა ბრალდება რა არის? რომ თითქოს ბატონმა წერეთელმა, არ მინდა სხვა ჭუტათი ვახსენო და ვერ ვიხსენებ მის სახელს. ბატონმა წერეთელმა მას ავთო წერეთელმა კი მას გადასცა $650,000 ეკვივალენტი ფული ლარებში იმის საფასურად რომ ეს აქციები შეესყიდა მისგან და ეს ადამიანი არ უფორმებს აქციებს და ჩაითვალეს თაღლითობად ფულის გამოძალვა და ამის გამო არის საქმე აღძრული მის წინამდე. ეს კაცი ამბობს, კაცო 650, ანუ დაახლოებით $1,000,000 ლარზე მეტია, ხო? $1,000,000 რო გამოიტანა საიდანღაც. ან როგორ გადმომცა, ან როგორ დავთვალეთ, ხო უნდა გადმოერიცხა, ხო? ფირმა აქ იმას, ფირმა მაქვს, მეც ანგარიშები გვაქვს, ან თუ ხელზე გადმომცა, სახშია დო ეს ოხერი. ბალიშიდან გამოაძრუტო საწოლქოშიდან. იქნებ ბანკიდან გამოიტანა წინა დღესთან ერთი კვირის გამო. შევამოწმოთ ეს საბანკო ანგარიშები, გვანახოს, როდის განხორციელდა რამე ტრანზაქცია და აი ჩავჯდებიო რა, აი ვაღიარებ რომ დანაშაული ჩავიდინო მაგრამ. ეგრე ჰაერზე ერთი ადამიანის ნათქვამით რომ სადღაც კაბინეტში ერთ-ერთზე გადასცა თუ სადღაც რა ქვია ქუჩი ხო ეგრე არ ხდება და ნუ ლოგიკურია ხო ეხლა მე იქ საგარეო საქმეთა სამინისტროს გადავეცი და სასამართლოსაც გავაგზავნე მასალა ანუ ავტოწერეთელთან დაკავშირებით რა გააკეთა მან სიგარეტ პირველთან დაკავშირებით ჯერ მოყვები თვითონ ეს ფლობელები რას ამბობენ რომ მათ შემოიტანეს საქართველოში ინვესტიცია საწესდებო კაპიტალი განისაზღვრა $10 მილიონი 10 არა 9 მილიონი რაღაცა დოლარით ამ ფირმის 30 მილიონის ინვესტიცია განახორციელეს ეს იყო შევარდნაძის დროს მათ უთხრეს რომ მათ სჭირდებოდათ ჭალებში ვინმე კრიშა რომელიც დაიცავდა ხელისუფლებისგან მათ უთხრეს რომ აი ეს ადამიანი არის ძალიან ახლოს ალავიძესთან სოსო ალავიძესთან მაშინ ძილშინა განსაკუთრებით ministrთან კახათარ გამაძესთან და კიდე ნუ ამ წერეთელთან და ვიღაცებთან წერეთელთან კი არა მაჭავარიანთან და ვიღაცებთან ეს გაუწევდათ მათ ამ ჭალებში კრიშობას კიდევ ბოდის კიხით ამ სიტყვის გამო მაგრამ არ ვიცი ქართული შესაძვისი პარალელობა არ მომწონს ამ შემთხვევაში და 10% გადაუფორმეს ამ კრიშობისთვის ერთ შენიერ დღეს როდესაც ჰუსეინ ალი არის უცხოეთში მოდის ვინმე 2 წუთი დამჭა აი ამ ჰუსეინ ალის საქმეს მოვყვები 2 წუთი არ დამჭა გადავად საჭარბე მაგრამ მაინც ეს ჰუსეინ ალი კი არა ვიღაც არაბი სირიის მოქალაქე გვარს ვერ ვიხსენებ ახლა მიდის სასამართლოში და ამბობს რომ ჰუსეინ ალის ჩემი ვალი აქვს 8 მილიონ რაღაცა დოლარი ანუ ის 90% რაც იყო იმ ბანკში იმდენი და მოვითხოვ რომ მან გადმომცეს ჰუსეინ ალის ქართველი ადვოკატი მიდის და ამბობს რომ ნოტარიულად მე მაქვს უფლება ჰუსეინ ალისგან რომ მთელი მისი ქონება გამკარგო და დიახ მე ვაღიარებ რომ ამ ადამიანს აქვს ეს ვალი ჰუსეინ ალის მოსამართლე ეკითხება ამ ადვოკატს თქვენ ხართ თუ არა გაქვთ თუ არა ეს ფული და აპირებთ თუ არა გადახდას ჩვენ ვაპირებთ ამის გადახდას მაგრამ ფული არ აქვს ამიგრეთ გვაქვს ქონება 90% ამ ქარხანაში და ჩვენ მზად ვართ ეს წილი გადავცეთ ამ ადამიანს ერთ საათში სასამართლო გავშოვდა და ის არაბი
გახდა ამ ტვირის მფლობელი. ზუსტად მეორე დღეს იმავე სასამართლოში შედის ავტოწერტლის სარჩელი, რომელიც ამბობს, რომ ამ ვიღაც არაბს სირიის მოქალაქეს აქვს ჩემი ვალი 8 მილიონ რაღაცა $, და მოითხოვრო გადმომცეს. ეს ადამიანი ეს არაბი ცხადდება სასამართლოზე, იმავე დღეს შედგა სასამართლო და ეკითხება მოსამართლე. გაქვთ თუ არა ვალი? დიახ, მაქვს ავტოწერტლის ვალი. აღიარებთ თუ არა რომ გაქვთ? დიახ, ფულს უხდით თუ არა? ფულს ვერ უხდი, მაგრამ ქონებას გადავწევ. გადასცა ეს ქონება. ეს იყო შევარდნაძის დრო. ამის შემდეგ ვიბრძოლეთ ბევრი. გიგა ბოკერია იყო ძალიან აქტიურად ჩართული, სანამ არ გააჩვენეს. გააჩვენეს გიგა ბოკერია, ისი, ლაგამია მოუდეს. ვიბრძვი რომ ეს საქმე ვარდების რევოლუციის შემდეგ. როცა უკვე პარლამენტში იყო. და საბოლოოდ მივაღწია იმას, რომ საქმე აღძრულიყო. ეს ჰუსეინალი ამბობს, რომ კაცო, მე რომ ამ კაცისთვის მიმეცა უფლებამოსილება, რომ განკარგი ჩემი ქონება, ხო არ გავასაჩივრებდი, რახან ვასაჩივრებ. ესე იგი, მიზეზი მაქვს, რომ ვასაჩივრებ, ხო, ესე იგი, არ მიმიცია. არ არის ჩემი ხელმოწერილი. საერთოდ სიყალბეა, რომ ამ იმანეს გააკეთა. ნოტარიუსმა, ნოტარიუსში არ მიმიცია მე, ჩემი ხელმოწერა არის გაყალბებული. მოვითხოვე დასჯა ამ ნოტარიუსის და ამ იმისი ადვოკატის სასამართლომ რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, დაადგინა რომ ეს იყოს სიყალბე, ეს ხდება 2006 წლის აპრილში და მიუსაჯეს ამ ადვოკატს 10000 $, ჯარიმა ბიუჯეტის სასარგებლოდ და პირობითი სასჯელი 2 წელი. ციხეში არ ჩაუსვია. ოღონდ ის ქონება არ დაუბრუნეს ჰუსეინალის. ჰუსეინალიმ გააგრძელა ბრძოლა და ამასობაში ადვოკატმა სექტემბერში შეიტანა ამ იურისტმა სექტემბერში შეიტანა სარჩელის სასამართლოში და თქვა რომ მე სინამდვილეში არანაირი იქ აღიარა ხო აღიარებითი ჩვენება მისცა და აქ თქვა რომ მე იქ რო ვაღიარე მე მაშინ მე მუქრებოდა ვიღაცამ ტელეფონზე და ამერიკა არ ვიცი ვინ იყო მაგრამ არაქართული ხმა მქონდა და დამემუქრა და ამიტომ შემეშინდა და ვაღიარეთ რომ სინამდვილეში კი არ ჩამიდენია მე ეს დანაშაული სინამდვილეში და ეხლა ამას ვაღიარებ თავისუფლად, იმიტომ რომ მაშინ კი შემეშინდა, მაგრამ 2006 წლის აპრილში თუ მაისში იყო სხვა დრო და ეხლა 2006 წლის სექტემბერია და უკვე სხვა დროა, უკვე ხელისუფლება სხვანაირად მოქმედებს და 2006 წელს თქვენ გახსოვთ, არაფერი არ შეცვლილა მაისს და სექტემბრამდე და სასამართლომ თქვა რომ დიახ, მას არაფერი მას დაემუქრნენ და ის პირობითი სასჯელით მოუხსნა და ის ასე ნუ ჩათვალეს რომ რადგან დაემუქრნენ, ეხლა ნუ იძულებული გახდა. მუხლი იყო. ეს გადავეცი საგარეო საქმეთა სამინისტროს შოკში იყვნენ, იმათ ეუბნებოდნენ იმ კაცის მეუღლეს, რომ აქამდე სად იყავითო, რომ აი ესეც ფაქტი თუ გქონდათ არ გვაჩვენეთო და ნუ პრინციპში სავარაუდოდ ალბათ სასამართლოზეც მომიწევს ჩასვლა და იქ ჩვენების მიცემა. ისევე როგორც სასამართლოზე ვიყავი დაბარებული და მივეცი ჩვენება თურქეთში და ერთი თქვენებური კაცი, ბიზნესმენი, გურამ გოგუა ჩემი ჩვენების საფუძველზე გათავისუფლდა პრაქტიკულად, იქაც იყო ექსტრადიციის მოთხოვნა და 1 წელი იჯდა პატიმრობაში და დაბარებული ვიყავი სხვათა შორის ასევე პოლიტიკური დევნის საკითხზე ინგლისში სასამართლოში პატარ-კაცის შულთან დაკავშირებით ჩვენება მივეცი აქედან და ნუ საბოლოოდ ამ ჩვენებებით როდესაც ნათელი გახდა რომ ხელისუფლება აგებდა იმათაც ეთყობა არ უღირდათ ოჯახს არ უღირდა საქმის გაჭიანურება იმიტომ რომ ძალიან ძვირი უჯდებოდათ და ნუ წავიდნენ შეთანხმებაზე სახელმწიფოსთან პრაქტიკულად ყველა აქტივი დაიბრუნეს პოლიტიკური აქტივის გარდა ანუ ტელევიზია და ნუ მთაწმინდის პარკი რომელიც არ ვიცი თვითონ მათთვის 11 ტვირთი იყო და ხელისუფლებას კიდე რაღაცა საპიროთ სჭირდებოდა დავთავრებ თორე ძალიან კარგი გამიბრაზდება თამყვანი კი ერთი წუთით უბრალოდ ძალიან ბევრი ინფორმაცია მოგვაწოდა ბატონმა სუზანამ და ძალიან საინტერესო. მე მინდა უბრალოდ წავიკითხო ის ნეტგაზეთზე დაიდო გულში რომ ბოლნისის მე-13 საჯარო სკოლის მუსიკის და ხელოვნების პედაგოგი გადააყენეს იმის გამო რომ მისი შვილი იყო რესპუბლიკური პარტიის იმ ოფისის თავმჯდომარე და თვითონ ქართული ოცნების ხარდაჭერი და ზეწოლა ხორციელდებოდა დირექტორმა და იქ ჩაახწერილია ყველაფერი ნეტგაზეთზე მაგრამ სამწუხაროდ ყოველდღიურად იდება უკვე ახალი ინფორმაციები ამასთან დაკავშირებით. თუ საუბრობდით ბატონ სოზარე საუბრობდა ტენდენციაზე რომ ადამიანების დაკავება ხდებოდა დღეს უბრალოდ ტენდენცია მიდის იმის გამო რომ ადამიანები ღიად საუბრობენ რომ დაითხოვეს სამსახურიდან მხოლოდ იმის გამო რომ მისი შვილი იყო. არა თვითონ მან ჩართული იყო, არამედ შვილი ახლა.
წარმომიდგენია, როდესაც თვითონ იქნება ჩართული რა ზეწოლას განიცდის ეს ადამიანი. კარგი, თვითონ ამ ადამიანის დაცვას განვახორციელებთ, ოღონდ ამ წუთში ყველა დეტალზე არ ვილაპარაკებ. ძალიან სერიოზული გეგმები არსებობს ამასთან დაკავშირებით და მეორე რეაგირება დასავლეთიდან უკვე საკმაოდ მკაცრია. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში შეტანილია კანონპროექტი. კანონპროექტის შეტანა ჯერ არ ნიშნავს, რომ მიღებული იქნება, მაგრამ თავისთავად ეს ფაქტიც უკვე რომ შეტანილია და რამდენიმე კონგრესმენის მიერ არის მნიშვნელოვანი და მიღების ალბათობა საკმაოდ მაღალია. ეს არის 9 გვერდიანი დოკუმენტი საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის აქტი 2012 ასე ქვია, სადაც პირდაპირ წერია, რომ თუ ნორმალური საარჩევნო გარემო არ იქნება და თუ ნორმალურად არ ჩატარდება არჩევნები, ამერიკამ უნდა შეწყვიტოს ყველა ტიპის ფინანსური დახმარება საქართველოსადმი. სამხედრო სფეროში თუ ნებისმიერ სხვა სფეროში და ეს არის დოკუმენტი, რომელშიც ორი ადამიანის გვარი არის მოხსენიებული. 13ჯერ არის მოხსენიებული ივანიშვილის გვარი და რამდენჯერმე პრეზიდენტ სააკაშვილის გვარი და გამოყენებულია ისეთი ტერმინიც კი, როგორც არის სააკაშვილის რეჟიმი, ასე რომ ეს ერთგვარი ძალიან სერიოზული ცვლილებაა საერთაშორისო. მაგრამ მეგრო დავა კონკრეტულად მე როგორც ინფორმაციები წავიკითხე, ეს კანონპროექტი ლობისტმა ჯგუფმა შეიტანა, ხო? ლობისტური ჯგუფი მოამზადა, მაგრამ ლობისტები ვერ შეიტანენ, კონგრესმენებს. კარგი, ერთი წუთი. არა, მიკროფონის გარეშე არის მობილური ჯგუფები შეიქმნა. მე ვარ აჭარის მობილური ჯგუფის ხელმძღვანელი. თქვენ სახელი გვარი ზურაბ ცისკარაძე. კოალიცია ქართული ოცნების მობილური ჯგუფების ხელმძღვანელი აჭარაში. ყავს ადვოკატები, ყავს ოპერატორები, ერთ-ერთი აქ მუშაობს, 2 კამერა. ნუ ძღოლები, ყველანაირად ვართ უზრუნველყოფილი, ვისაც ან სამსახურიდან დაითხოვენ, ან უკანონოდ შეეხებიან და იყო აქ საკითხვაზე თელი ერთი კვირა ჩვენ არავინ არ დაგვიტოვებია ადვოკატის გარეშე და იქ ვიყავით მობილიზებული თელი რაც აქ იყო შესაძლებელი და რაც ყავს აქტივი. ასე რომ ყველა საფუძვლებს მაქსიმალურად დავიცავთ. ასე რომ 21 იანვრიდან ეს ჯგუფები მოქმედებს თელ საქართველოში. კარგი, ბატონ სუნდოდაი, კითხვა ქონდა თუ არ ფსები ბატონ სუნდორის მეთქვა. ანზორ თხილაიშვილი, ქობულეთის თავისუფალი დემოკრატების პარტიის ხელმძღვანელი, ქართული ოფისის, ქობულეთის ოფისის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ძალიან კარგი ინფორმაცია იყო დღეს იმ სტატისტიკურ ნაწილში, რომელიც ბატონ სოზარმა გაგვაცნო. ეს ინფორმაციები სხვადასხვა ფორმით იყო განთესილი სხვადასხვა პრესისა და ტელევიზიების მეშვეობითაც, მაგრამ ვფიქრობ, კარგი იქნებოდა, რომ ასეთი დამაჯერებელი, ასეთი მაღალი კვალიფიციური განმარტებებით ქართულ ოცნება, გაზეთ ქართულ ოცნებაში სერიოზული ადგილი დაეთმოს ამ მიმართულებას. თქვენ ბრძანეთ ბატონო სოზარ საავადმყოფოების თემას შეეხება. იცით თქვენ ქობულეთში მზადდება და უახლოეს პერიოდში ალბათ გაიხსნება ერთ-ერთი საავადმყოფო. მე გარემოს დაცვის მინისტრი ვიყავი 11 წლის განმავლობაში, მიცნობს აქ ყველა. არც ერთი სანიტარული პარამეტრი იმ ადგილას, სანამ სადაც შენდება და მზადდება გასაშვებად ეს ობიექტი, არც ერთ სანიტარულ პარამეტრს არ აკმაყოფილებს იქ არსებული საავადმყოფოსათვის არ შეიძლება ის ადგილი ყოფილიყო გამოყოფილი. პირველი, თვითონ ყოფილი ნეფტობაზის ტერიტორია იყო და ნავთობპროდუქტებით გაჟღენთილი გრუნტი. მეორე, იქვე 30 მეტროში ბენზინგასამართი სადგური არის განთავსებული. ზედ ტრასაზე კედელი, ერთი კედელი დააკვირდებით ალბათ, როდესაც აქედან გაივლით, საავადმყოფოს ერთ-ერთი კედელი გამოდის ცენტრალურ მაგისტრალზე, ვისი ვიბრაცია, გამონაბოლქვი და 1000 სხვა მავნე სიტუაცია და მესამე ზედვე არის რკინიგზა, მაღალ გოგირდშემცველი ნავთობპროდუქტების ასეთი მასიური გადაადგილება, ხმაურის სიგნალი, ვიბრაცია და ასე შემდეგ. არადა იმ ადგილას, სადაც დღეს არის ქობულეთის საავადმყოფო, უკეთესი არ შეიძლება, რომ ყოფილიყო საქართველოში არ მეგულები. მე არ ვიცი ახლა რით ვერ დაემსახურა ქობულეთელმა თუ მან იქ მკურნალობის საშუალება გამოძებნა და მივიდეს და იქ იმკურნალოს არ ვიცი. ჩვენ გვაქვს ასეთი წინადადება და მზადყოფნაც ბატონო სოზარ, ალბათ უნდა შევათანხმოთ ან ერთობლივად უნდა გავაკეთოთ 1500 კაციანი აქციის მობილიზება შეგვიძლია ჩვენ. მე საგრებულოს წევრი ვარ და გავაფრთხილე
საკრებულოს თავმჯდომარე და ყველა და ვეუბნები შეაჩერეთ არსებულ ადგილას საავადმყოფოს გახსნაც არც კი გაიფიქროთ თქვა მე ვეუბნები. ამას უნდა ალბათ ორგანიზებული საკითხი და ორგანიზებულად ჩამოვყალიბდებით ბათუმის ოფისერთან ერთად ცენტრალურ შეუთანხმდებით და ნამდვილად ღირს ამ საქმის სერიოზულად წამოწევთ. ახლა ერთი მაქვს კიდევ აუცილებლად უნდა წამოიწიოს მე როგორც ამ დარგის სპეციალისტი და შეფასდეს უნდა სააკაშვილის გადაწყვეტილება მაჭახელას და მდინარე აჭარის წყალზე კასკადური ელექტროსადგურების შენებლობა უნდა გამოვაცხადოთ და თანაც სასწრაფოდ საუკუნის დანაშაულა. მე არა მაქვს დღეს არც იმის რესურსი და დრო რომ მე აგი გამმარტო საუკუნის დანაშაულია ბატონო სოზა. ეს არის დამანგრეველი არა მარტო აჭარის შავიზღვისპირეთის ეკოლოგიური მდგრადობის მიმართ, არამედ მთლიანად მთელ საქართველოს პერიმეტრზე უზარმაზარ და ეს ჩემი დასკვნა კი არ არის. ჰოლანდიელი ექსპერტების დასკვნებით შეგვიძლია ჩვენ ამაზე დავждეთ და დავიწყოთ. აი, გაიხსნება მეცხრე არხი და პირდაპირ მე მაქვს ამის იგი რომ მაგალითად მე პირველივე შემოვალ და ამ თემით უნდა გავხსნათ ეს საკითხი. არ მინდა დღეს ვინმე ოფიციალურ განაცხადად მიიღოს ეხლა რასაც ვიტყვი მე. იმიტომ რომ ჩვენ ვსწავლობთ ამ საკითხს, მაგრამ გვაქვს უკვე ინფორმაცია აჭარაშიც იწყება იმ ბანკ ფორმირებების ჩამოყალიბების პროცესი. არ მინდა მე დღეს ვინმეს ამაზე განმარტებებს არ მივცემ, არც ტელევიზიებს არავის, მაგრამ უკვე გვაქვს ინფორმაცია იმ წინა ხელისუფლებაში მოსახლეობაში ავტომატები და ის რო იყო დარიგებული, იმ ხალხის დაბარებები იწყება, რამოდენიმე უკვე ჩვენებს მიმართა როგორ უნდა მოვიქცეთ, თავაზობენ თანხებს, ანუ რაღაც ჩანასახშივე იწყება აქაც იმ საკითხების წამოწევა, როგორც წამწუთში სამეგრელოში არის. მე ამაზე მანამდე სანამ არ დავაზუსტებ ინფორმაციის გაკეთებას არ ვფიქრობ, მაგრამ ერთ რამეს ვამბობ, რომ მისაქცევია ეხლავე ყურადღება ძალიან ფრთხილად და ძალიან კონკრეტულად ვსწავლობ ჩვენ ამ საკითხებს და როგორც უფრო დამაჯერებელი ინფორმაციის ფლობას შევძლებთ, აუცილებლად უკვე დავიწყებთ ამ მიმართულებით. კარგი, ძალიან კარგი მადლობა ინფორმაციისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ამბობდით, რომ საჯაროდ არ განვაცხადებთ, ინტერნეტში მიდის პირველად ონლაინში და ალბათ დაგიკავშირდებიან უკვე ჟურნალისტები და ძალიან გთხოვთ თემასთან დაკავშირებით ვისაუბროთ. მე მესმის, რომ ნუ ახლა რომ დამთავრდება დისკუსია სხვა საკითხებზე შეიძლება ისაუბროთ. მე უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ როდესაც საუბარია აი ბათუმშიც კონტროლის პალატაშიც უამრავი ადამიანი დაიბარეს და მე ვიცი ძალიან აქტიურად კობა იყო ჩართული ფეიძე. მე მგონი აქაა სადაც. კობა. ალბათ კობაც გვეტყვის უბრალოდ რით დამთავრდა და რა სიტუაცია ახლა. შენი შეხედულებები, იმიტომ კობა იყო ძალიან აქტიურად ჩართული. იმიტომ იმ კონტროლის პალატაში ლამის ათენებდა იქ. კარგით. გელაღო ობერიძე, ემსახურე საქართველოს ადვოკატი. ჩვენ შევეხეთ აქ ბატონო სოზა რამოდენიმე საკითხს პატიმრებს. მათ სიცოცხლესთან იყო საუბარი, იყო საპროცესო შეთანხმებაზე და ძირითადად ამით 2 წუთი მეყოფა ბატონო ასლან. მე მინდა თითოეულ თქვენთაგან ვუთხრა, რომ ის ჯანმრთელობის კუთხით, რაც რო ტარდება დღეს საქართველოში, ძირითადი არის ჯანდაცვის მინისტრის 72-ენ ბრძანებულება 2003 წლის. სადაც არის ჩამოთვლილი იმ დაავადებათა ნუსხა, დამტკიცებული არის დაავადებათა ნუსხა, რაც არის პატიმრობისაგან გათავისუფლების საფუძველი, ანუ ის დაავადება, რაც იქ არის მოყვანილი და მინდა გითხრათ, რომ იქ ჩამოთვლილი დაავადებები არის აბსოლუტურად უკანასკნელი ზღვარი, რომლის იქეთაც ადამიანები უკვე იწვევს ხდება ამ ადამიანების სიკვდილი. მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო სიმსივნე მეოთხე სტადია. ამ დაავადების ნუსხაში არის შეყვანილი ეს არის სიმსივნე მეოთხე სტადია. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ ატარებს ჩვენ ხელისუფლება ამ კუთხით თავის რეფორმებს. მეორე საკითხი საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით. საპროცესო შეთანხმება დღეს რაც არის საქართველოში, არის ეს ქართული ნოუ-ჰაუ. და რატო? იმიტომ რომ საპროცესო შეთანხმება აბსოლუტურად ეფექტურად მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, იგივე იტალიაში და სხვა ქვეყნებში. ძირითადი აქცენტი არის ლეგიტიმურობაზე იყო აქ საუბარი და ამაში მეც ვეთანხმები, რომ ანუ შეითუკი შესაძლებელი იქნება დიდი დანაშაულის ასე ვთქვათ გახსნა ეს სახელმწიფოსთვის და ზოგადად საზოგადოებისთვისაც
კარგი არის, მაგრამ მეორე ლეგიტიმური ეგრეთ წოდებული მიზანი არის ის, რომ შემცირდეს სახელმწიფო რესურსები და სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულება ჩატარდეს. კანადაში ერთ-ერთმა პროკურორმა აქვს ალბათ ამერიკაში პროკურორს ამისუფლება გარკვეული პერიოდის განმავლობაში აკრძალა საპროცესო შეთანხმება. აღმოჩნდა, რომ აბსოლუტურად იგივე შედეგი მიიღო, ანუ სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების მხრივ, რაც იყო საპროცესო შეთანხმების არსებობის მომენტისათვის. ამიტომ იმაზე აპელირება ხელისუფლების მხრიდან, რომ ეს ემსახურება საპროცესო შეთანხმებას სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების პრინციპს, ეს არის აბსოლუტურად გაუმართლებელი და უაზრო. მესამე, რაც თქვენ პოლიტიკურ პატიმრებთან მიმართებაში პრაქტიკიდან გამომდინარე ვიტყვით, თქვენ ძალიან კარგად იცით, ბატონო სოზა ლევან ტერაშვილის საქმე მინდა მოვიყვანო, რომ ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა ნაქირავებში, სადღაც დაახლოებით 4 კვადრატი ჰქონდა აბაზანა და იქიდან ამ ადამიანის ოჯახიდან ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი. ეგ თბილისში. თავის ნაქირავის საცხოვრებელ ბინაში ამოიღეს ავტომატური ბავშვები ყავს ეწოლა, რომელიც გადაგაბოდეთ იმ აბაზანაში. ცეცხლსასროლი იარაღი და თუ ვინმე იყო ამ ადამიანთან მეგობრული თუ ნათესაურო კავშირში, ყველა ეს ადამიანი დააპატიმრეს. და ეს ადამიანი იძულებული გახდა პირდაპირ სრული შემიძლია მე ამ თემაზე ვისაუბრო, მაქვს მე ამ ადამიანისაგან მომჭებული უფლება რომ ვისაუბრო ამ თემაზე. მას უთხრენ რომ თუ ის საპროცესო შეთანხმებას არ გააფორმებდა იმ თავის მეგობრებს, რომლებიც მის გამო დააპატიმრეს, არანაირ კავშირში არ იყვნენ რაიმე დანაშაულებრივ ჯგუფთან, უბრალოდ ისინი დაიჭებოდნენ ლევან ტერაშვილის გამო. და ეს არის ერთ-ერთი მაგალითი იმისა, რომ საქართველოში კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი არის ჩემი შეხედულებით და ალბათ ამაზე შემდგომში იქნება რეაგირება. ახლა ჩემი კითხვით დამამთავრე შეკითხვა მაქვს ბატონო სოზად. თომას ამერბერგის განცხადება წავიკითხე, რომ საქართველოში ზოგადად შეფასებული არის დადებითად ეს პოლიციის რეფორმა, მაგრამ ბრძანებს ის ბატონი, რომ ამ კუთხით პოლიციურ ქვეყანასოების მსგავსებაო საქართველო, პოლიციული სახელმწიფო ყალიბდება საქართველოში და მეორე კი ის დასკვნა მინდა მოვიყვანო, სადაც საქართველოში კრიტიკული ზღვარზე იმყოფებაო. თუ ეს ყველაფერი საერთაშორისო ორგანიზაციები აკეთებენ ასე მკვეთრ დასკვნებს და როდესაც ჩვენი ხელისუფლება გვიმტკიცებს იმას, რომ ქვეყანაში კარგად არის, რატო არ ხდება ესეთი რეაგირება, ანუ კონტრრეაგირება ამ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგოდ? ანუ, როდესაც ამბობს თამერბარგი, რომ ეს ასე არის, კი აიე, გაეროს დამკვირვებელი ამბობს, რომ ასე არის და კრიტიკულად აფასებს, ჩვენი ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის და ჩემის აზრით ამ შემთხვევაში ეს საერთაშორისო ორგანიზაციები დუმან და რატომ? ანუ მე ზოგადად რომ შეკითხვას რომ და მე კობას მივცე უბრალოდ სიტყვას და მე შეკითხვებს დრო დაგროვდება ერთად რომ პასუხოთ, ჩვენ ყველას გახსოვს საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც ჩატარდა, რა, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც ყველა იყო უკმაყოფილო გარდა საერთაშორისო ორგანიზაციებ. მესმის გარკვეულწილად შეიძლება იქ პოლიტიკაც იყოს, მაგრამ ჩამოსული იყო გაეროს ოფიციალური მომხსენებელი, არასამთავრობო ორგანიზაციების შეხდნენ, კანონზეც ესაუბრენ, სხვათა შორის სხვადასხვა ქვეყნის ელჩებიც უკვე ჩამოდიან ბათუმში და არასამთავრობო ორგანიზაციებს და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ხდებიან და როდესაც ჩვენ კონკრეტული ფაქტებით საუბრობთ, ბუნებრივია გაუცებულები არიან. ნუ ალბათ თავის ქვეყნის ხელისუფლებას აწვდიან და ალბათ ეს საბოლოო ჯამში რაღაცა შედეგს პოვებს, იმიტომ ახლა წინასწარ იმაზე საუბარი ახლა დიპლომატიური სამსახური სულ სხვაა, იმიტომ არავინ არ გამოვა და კაც განცხადებებს არ გააკეთეს, მაშინ უნდა საფრანგეთის ელჩი ყველა იყოს ფურნია რა, მაგრამ უბრალოდ რომ შევაფასოთ დამოკიდებულება საერთაშორისო ორგანიზაციებს სახელმწიფოებს კითხვა მიქნება, იმიტომ ჯამში ნუ რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ეს ყველაფერმა რა. კარგი, კობას ხო მოგესალმებით, მე ვარ კობა ჩხეიძე, თავისუფალი დემოკრატების საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარე ბათუმში. ალბათ ყველაზე ინფორმირებული ადამიანი ვარ მართლა კონტროლის პალატამ რა ღონისძიებები განახორციელა ჩვენს წინააღმდეგ, ნუ ზოგადად ოპოზიციის ქართული ოცნებაში შემავალი ოპოზიციონერების წინააღმდეგ. არსი ამ ყველაფრისა იყო უბრალოდ იმ სამეგობროს დაშინება, იმ სამეზობლოსი თუ
ზოგადად საზოგადოების დაშინება, რადგან ნამსხვრითაც რო გამასპინძლებოდა კონტროლის პალატის გამომძიებელი დაუშვათ აქტივისტ, ქუჩაში ეს აღიქმებოდა როგორც რაღაც უფრო მასშტაბურ მოვლენად და უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ ამ კონკრეტულ ადამიანებზე მიუხედავად იმისა რომ მაინც ზეწოლას ახორციელებდნენ ეფექტი და მეტი გათვლა იყო გაკეთებული გარეთ მყოფ ადამიანებზე რომ ისინი ყოფილიყვნენ მაქსიმალურად სტრესის ქვეშ. ესე იგი განცხადებების ჩვენ ვაპირებთ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტებთან ერთად საზოგადოებასთან შეხვედრას და დოკუმენტების წარდგენას, ანუ როგორ ხდებოდა, რა კითხვები ისმებოდა ამ შეხვედრებზე, იყო ესე იგი პროცედურები აბსოლუტურად დარღვეული. ადამიანის უფლებების კუთხით რაც შეეხება, შეიძლება ვთქვათ, რომ არ იყო არც ერთი გონივრული ვადა იმისთვის, რომ ადამიანს დღეს მოდიოდა საღამოს 7 საათზე არ 8 საათზე საღამოსთვის ცნობა, რომ ხვალ დილით ხარ დაბარებული კონტროლის პალატაში. ის ადამიანები, ვინც ვერ ჩაიბარა ან არ ჩაიბარა, შემდგომ უკვე რამოდენიმე დღის შემდეგ პოლიციებში იქნა დაბარებული. ესეთი იყო ყველაზე მასიური ქობულეთში მოხდა ადამიანების დაბარება პოლიციაში და სისხლის სამართლის საქმეები აღიძვრა მათ წინააღმდეგ, რომ რატომ არ გამოცხადე ამ არგუმენტაციით. რატომ არ გამოცხადე კონტროლის პალატაში. თუმცა შემდგომ ეს ადამიანები მაინც დაიბარა კონტროლის პალატა მეორე დღესვე და გამოვიდა ესეთი რამ, რომ ერთი კვირის განმავლობაში ადამიანს არანაირ გონივრულ ვადებზე არ შეიძლება საუბარი, იმიტომ რომ ერთი კვირის განმავლობაში მოუვიდა უწყება მოდი კონტროლის პალატაში. ადამიანმა წავიდა თბილისში ჩააბარა ნაწილმა ადამიანებისა, აქტივისტებისა, ჩააბარა განცხადება, რომ თუ შეიძლება დამიზუსტეთ მომეცით დეტალური ინფორმაცია რას მედავებით. ამავე დროს ერთ დღეში მათ წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და დაიბარეს დაკითხვაზე. მივიდა ეს ადამიანი, გააკეთა განცხადება პოლიციაში, მიცა ჩვენება და მეორე დღეს, ანუ რამოდენიმე სერიოზული მოქმედება სახელმწიფოს მხრიდან განხორციელდა რამოდენიმე დღეში. ერთი კვირის განმავლობაში. ეს მეტყველებს უდიდეს ინტერესს ხელისუფლების მხრიდან, რომ მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად მოხდეს ადამიანების დაშინება. ეფექტი იქონია ამ სხვათა შორის. არის ისეთი ადამიანები, რომლებიც მაინც მენტალურად ასოცირებას აკეთებენ თავის პოლიტიკასთან, ოპოზიციურ მოქმედებებთან. მათი მხრიდან არის ესეთი რამ, რომ არჩევნებამდე თუ შეიძლება, ნაწილი რა თქმა უნდა ყველაზე ვერ მოქმედებენ. ნაწილი ამბობს, რომ არჩევნებამდე თუ შეიძლება ჩვენ ვიქნებით შორიდან შემოუყურე და არჩევნებზე ხმას თქვენ მოგცემთ, მაგრამ მანამდე ესეთ პასიურ რეჟიმს, ანუ უფრთხილებიან არა მარტო თავის თავს, არამედ სანათესავს, იმიტომ რომ როგორც თქვენ აღნიშნეთ, ბატონო სოზარ, ნათესავებზეც კი მიდის ზეწოლები, ბიძაშვილებსაც კი ეუბნებიან მოგიხსნით სამსახურიდან და ასე შემდეგ. მაგრამ ამას რჩევას უძახებს კონტროლის პალატის წარმომადგენლები. რას ეძახის? რჩევას. ხო, ეს კიდე ერთი რჩევას რაც შეეხება. ეს ადამიანები ხა იურისტთა ასოციაცია ჩავრთეთ საქმეში იმიტომ, რომ გამოგვეტანა ზუსტად ამბავი, რას ედავებიან ამ ადამიანებს. აღმოჩნდა, რომ დაბარებული აქტივისტები იყვნენ მხოლოდ გასაუბრებაზე, გამოკითხვაზე, რასაც როგორც მე იურისტებმა ამიხსნეს, ესეთი ფორმა არ არსებობს საერთოდ. დაიწერა ახსნა განმარტებები, ამ ახსნა განმარტებებში არ მოხდა იმ კითხვების ასახვა, რომლებიც რეალურად იქნა იქ დასმული. თითქოს და არ გვინდა ბევრი წერა, მოკლე ფორმით ჩამოაყალიბოთო. რეალურად კითხვები ეხებოდა როგორც ოჯახის შემოსავალს, ვინ არიან პარტიის აქტივისტები, ანუ პარტიული იერარქიების ინტერესი ჰქონდათ, სად იკრიბებით, იყო ზეწოლა თუ როგორ შევაფასო, აღარ ვიცი, იმიტომ რომ ეკითხებოდნენ გაზეთს რო არიგებ აქტივისტო, შენ თუ იცი რომ ეს არის განხორციელებული შენი შრომითი შემოწირულობა პარტიის ანგარიშზე და პარტიას არ აქვს ასახული დეკლარაციაში, ამიტომ თქვენ დაარღვიეთ კანონი და როგორც მე ეს კითხვა სხვადასხვა კითხვების ანალიზსაც ვაკეთებთ პარალელურად.
ეს კითხვები გაჩნდა დაკითხვების მეორე დღის საღამოს. ხო, თუ დაუშვათ აღმოჩნდა კითხვა, რომ სახლში შევიკრიბეთ სამჯერ, იმ ადამიანზე დაიწყეს მერე, რომ თუ მეჯერ და ანუ იცით თუ არა, რომ ეს შემოწირულობა უკვე ქირის ხარჯზე. ანუ მე სავარაუდოდ ვფიქრობ, რომ ეხა უკვე დროს დადებენ ამ ტერორის ანალიზს და გამოაქვეყნებენ რაღაც დოკუმენტს, იქ იქნება ასახული მკაფიოდ, რომ პარტიებმა განახორციელეს დაუშვათ 4,000 აქტივისტის შრომა, რომელიც არ აისახა ამაში და ამიტომ პარტიებმა უნდა გადაიხადონ ან რაღაცით დაჯარიმდნენ, რა თქმა უნდა, მატერიალურზე გადის მათი ინტერესი. და სხვათა შორის მე მინდა დავამატო იმ დღეს რო ვიყავით ყობა ვერ წარმოადგინა კონტროლის პალატის წარმომადგენელმა ანუ ვერ დაადასტურა თავისი ვინაობა. განაცხადა რომ ახალდანიშნული აქვს და მოწმობა არ აქვს. ანუ კაცი ამბობს რომ პირობითად ის არის ასლანჭანიძე, მაგრამ ვერანაირად ვერ ადასტურებდა და მეორე საოცრება იყო რომ ქობულეთის წარმომადგენელი დაბარებული იყო კონტროლის პალატაში და თქვა რომ მე მხოლოდ და მხოლოდ მივედი ოფისის პრეზენტაციაზე და ვინც მიმიყვანა, ანუ ტაქსის ძღოლი ისიც კი დაიბარეს. და კითხეს რატომ მიიყვანა. ანუ სხვაც გითხრა. მე ჩვენ როგორც მივხვდით ერთ-ერთი ჩვენი აქტივისტის ტელეფონიდან იყო ეთყობა ორ ადამიანთან. კი, მესმის, მაგრამ ნიუანს ვიტყვი. ორი ადამიანი იყო, რომელიც საერთოდ შემთხვევით იყო მოსული. მივხვდით, რომ ამ ორ ადამიანს აკავშირებს ერთი აქტივისტი, რომლის ტელეფონიდან ერთი თბილისში მიუვიდა უწყება, უკაცრავად ქუთაისში მიუვიდა ერთ უწყება, მეორეს ფოთში. უბრალოდ ეს ადამიანები იქ ცხოვრობენ ჩატერის მიხედვით, მაგრამ რეალურად ცხოვრობენ ბათუმში. და ხალხი პოლიციის ძალით ფოთიდან ჩამოიყვანეს ადამიანი დაკითხვაზე, მერე წაიყვანეს უკან და მერე რომ ჩამოვიდა ისევ რომ ჩემიც ჩამოვედი იქნება მკითხოთ რაც გინდათო. უთხრეს რომ შენ სიაში არ ახარო, რატო არავინ არ გეძებსო რა, არ გედავებითო. ეს უკვე ბასის განცხადების მერე ესე ჩამქრალი იყო უკვე მათი ინტერესი. სხვათა შორის დიპლომატიური კორპუსის ინტერესი ბასის გამოსვლის და Facebook-ზე დაწერილი ორი წინადადების შემდეგ თუკი პირველი დღეები იყო აგრესიული, 2 საათიანი დაკითხვები და ძალიან ინტენსიური ინტერესი სხვადასხვა ოჯახის შემოსავლები, ნათესავები ხო არ ყავთ საზღვარგარეთ და ფულ საიდან შეუძლობ, თუმცა ყველაფერი ძალიან კარგად იცოდნენ. აბსოლუტურად ყველა ადამიანის ანგარიში, მისი ნათესავის ანგარიში ეს ხელთედო გამომძიებლებს. მიუხედავად ამისა, ეს კითხვები უცებ მოიკვეთა. და აღმოჩნდით სიტუაციაში, როცა 9 საათში ადამიანი აქტივისტი ჩამოდიოდა უკვე დაწერილი ქონდა ეს ჩვენებას და როგორც არის ახსნა განმარტებით. ანუ ბასმა, დიპლომატიურმა კორპუსმა, ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორის საელჩოს ერთმა ორმა წინადადებამ უბრალოდ განაპირობა სერიოზული სტრესის მოხსნა. შვეიცარიის ელჩი იყო ასთან, მე მგონი თქვენაც შეხვდით აქ არასამთავრობოები იყო ნაწილი შეხვედრაზე, მეც შევხვდი და სხვადასხვა ძალიან დიდი გაოცება გამოიწვია მასში. დეტალურად როცა ფურცლებით დაუდე ეს უწყება მიუვიდა და ერთი ადამიანის თავგადასავალი მოუყევი დოკუმენტებით, მოკლედ ძალიან გაოცებულიც კი დარჩა და საზოგადოებამ როიცეს უბრალოდ ჩვენ ვაწარმოებთ მონიტორინგსო, სანამ თქვენი ხელისუფლება მიმართავს EUTHO-ს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლის თხოვნითო. ანუ EUTHO-ს ეგეთ პრინციპი აქვს, თუ არ მიმართა ჩვენმა ქვეყანამ, ისინი ვერ ჩამოვლენ, უფლებამოსილი არ იქნებიან და სანამ ისინი ჩამოვლენ, საელჩოებს აუღიათ პასუხისგებლობა, რომ რაღაც თავისი მონიტორინგი აწარმოონ ყველა ამ პროცესზე. მით უმეტეს ამ პროცესებში ჩართვად ხდება პატრიარქმაც და ოპოზიციამაც და ქართული საზოგადოების დაკვეთა არის ამის შესახებ. თუ რამე კითხვები გექნებათ, შეგვიძლია მერეც ვიცოდეთ. ზურაბ ცისკარაძე, ამ შემთხვევაში საკუთარი უფლებების დაცვა მიწევს და ამიტომ ყოფილი ბიზნესმენი ბატონო სუზან, ახლა ვილაპარაკეთ მოკლედ, მაგრამ ვერ დავამთავრეთ ჩემი საქმე და მოგმართავთ როგორც უფლებათა დამცველი კომისრის წარმომადგენელს. 2002 წელს მოკლედ ვიტყვი საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 1 ივლისიდან შემოიღო აქციზურ საქონელზე DGG-ს გადამხდელთა ახალი ანგარიშ ფაქტურები.
იმ პერიოდში ასლან აბაშიძე, არ ვიცი რა, რაღაც დაძაბული სიტუაცია იყო ცენტრ და რეგიონს შორის, არ რიცხავდა ფულებს ცენტრალურ ბიუჯეტში და ჩვენ, ვინც მუშაობდით აქციზურ საქონელზე, თბილისი არ გვაძლევდა არ მოგცეს დღეს ფაქტურები. არ მოცემასთან დაკავშირებით უშუალოდ განკარგულება გამოსცა იმდენმა ფინანსთა მინისტრმა მიკა გოგიაშვილმა, ეს იყო სამსახურებული საქმიანობისათვის, ამ დოკუმენტს ვეძებ მე. ეს დოკუმენტი დღეს ინახება თბილისის საგადასახადო არქივში, საგადასახადოს არქივში და ინახება ფინანსთა სამინისტროს არქივში. რო არ გვაძლევდა მე ოფიციალურად მივმართეთ თბილისში ფინანსთა სამინისტროს წერილით, რომ მომეცით მეთქი, ან მითხარით ვარი წერილობით. წერილობით ვარი მოითათბირეს იგი იურისტებმა და მითხრეს წერილობით ვარს ვერ გეტყვითო, სიტყვიერად გეუბნებითო, რომ ასლანმა გადმორიცხოს და მოგცემთო. ახლა წერილობით რატო ვერ გეტყვით ვარსო, ჩვენ რო წერილობით რო გითხრათ ვარი არ გაძლევთო, ჩვენ მაშინო აჭარა უნდა ვაღიაროთ, გამოდის აჭარას ვაღიაროთ დამოუკიდებელ ქვეყნათო. ბევრი არ გავაგრძელო. აქაურმა ხელისუფლებამ გითხრა მაშინ რომ გააგრძელეთ ძველი დღეგეს ფაქტურებით მუშაობაო, ჩვენ გამოვიყენეთ ძველი დღეგეს ფაქტურები. 2003 წელს მაისის თვეში რაღაც ძალიან ის პერიოდი იყო რაღაც რევოლუციური სიტუაციები და გაზეთ ბათუმელებს, როგორც ბიზნესურმა გადამეტყვნენ აქტუარიანის ლოგოები, დამღუპეს მოკლედ. ხო და აგვისტოს თვეში შემოვარდა აჭარის უშუალოების სამინისტრო საგადასახადოს თანამშრომლები დამილუქეს ფირმა და მოკლედ 9 მილიონზე მეტი დამაწერეს. დაჭერას აპირებდნენ უკვე და მოასწარი გაქცევა თბილისში 6 თვე იქ ცხოვრობდი. მოხდა ვარდების რევოლუცია, ჩვენ და საბედნიეროდ. ჩამოვედი, რა თქმა უნდა, ამირჩიეს ბიზნესმენებთან უკვე თავად დამყარდა დემოკრატია, ბედნიერი ვიყავი, ერთ-ერთი ბედნიერი კაცი ვიყავი. აჭარელმა ბიზნესმენებმა ერთ შეხვედრაზე ამირჩიეს აჭარის ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტად და რაღაც სერიოზული გეგმები ჰქონდა. თხოვეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი რომ შევსულიყავი მათ პარტიაში და მე ვარ ბიზნესმენი რამიდა პარტიაში. ერთხელაც არ გასულა დიდი დრო ამ ერთი თვის განმავლობაში მიბარებელს საფინანსური იმაში რა ქვია, რომ უკვე საქმეა შენზე აღძრული და აგრძელებენ. გააგრძელეს ამათ გავასწარი უკვე საქართველოში ვარ გავჩერდეს, სტამბოლში ცხოვრობდი 1 წელი. ამინისტიამდე, ამინისტია შემოხო ჩამოვედა. 2 წლის უკან, 1 თებერვალს 2 წელს მეტია, მივმართე საქართველოს სახალხო დამცველს. რომ მიუთითე, აი ეს დოკუმენტი იქნება რამენაირად გამოითხოვოთ მეთქი. 2 წელია სწავლობს ამას სახალხო დამცველი, რა ატპისკებს არ მიკეთებს ნებისმიერ რაღაც იქედა რომ მიიღეს ფინანსთა სამინისტროს პასუხს, მე მიგზავნე ფინანსთა სამინისტროს, მოწე არ იყო აქციის გადამხდელი. მე დაუმტკიცე რომ უამრავი აქციზი მაქვს გადახდილი, რომ შემოწმების პერიოდში მე მეტობით ჰქონდა გადახდილი 30000 ლირა და სამტკიცეს შემოწმების აქტები. ხო და აი 2 წელია უკვე რა მეთქი, ან კი მითხარით რომ არასწორი ვარ და გავაგრძელებ ჩემს გზას, ან რაღაც არა და ეხლა მპირდება რომ მარტის ბოლოს უკვე საბოლოო დასკვნას გამოვიტან თუ და რაზე მოგ გაეროს როგორც წარმომადგენელს არ შეგიძლია თუ რაღაც ან დააჩქაროთ, ან კი მითხან, ან არა. ბატონი და რა ქვია ტუღუშთან. დიდი მადლობა. კარგი, ქალბატონს სურდა აგეთ რა მე შეგითხოვოს არა, თუქნება, არის ახლა. ეს ისტორია, ყველა კაცი რაღაც ეს ისტორია რომელიც ტელევიზიით შეხვდება მითხრა. გაზეთები. ვიმშილობ იმაზე რომ რაღაცას დავამტკიცე რომ ეს არ მოხდა. ამის საწინააღმდეგო იმაში ვიმშილობ. აბა ის ისტორიას მოხდება მეორე, მესამე, მე-10, მე-15. გასაგებია. ისა ნორმალურმა ერთი გროლა ყველა წამაში ციხეში იმი არ დაიძულე ჩვენ არ დაგზავნება. არა, მე ძალიან არა, დიდი ბოდიში უნდა მოვიხადო, იმიტომ ადამიანი ვერ დავჩვიდე, უთმართული სიტყვები და არ შეიძლება ესე განსხვავებული მოსაზრება იქნება თუ თანხმედრა იქნება თუ რაღაცა, ეს არა, მე არა, ერთი და იგივე არ სურს, არავინ იზოლებით არ მოყავს. მოვიდა დიდი მადლობა, წავიდა დიდი მადლობა. ერთი წუთი. არა, რეგლამენტს ყველას განუცადრავ, მაგრამ უხერხული მდგომარეობაში ვარდები მე, როდესაც ვეუბნებიცით ცოტა სხვა კონკრეტულ თემაზე კი გადის. ამიტომ ქალბატონს ხო, მე ბატონს და მე ბატონის უზარე ალბათ კითხვებს უპასუხებ. არა, ბატონის სამწუხარო ხალხი ელოდება დიდი ხანია დახვა. ბრძანეთ ქალბატონს.
ანუ სხვა ადამიანის ხელოვნება და ახლა პრეროგატივას და უკვე მაშინ ისე უნდა გააწეროთ იმ დრო რომ უხუმეზე კი ვიცი შენიშნები ახლა თქვენ ყოველთვის გეძებათ თვითონ და ერთიო არ მოგწევთ ახლა პრობლემა არა შეკითხვის დასვას მოგწევთ მაგრამ ამ წუთში ვერ მოგწევთ გეუბნები რომ კალბატონმა უნდა გამოვარტყო მიკროფონს მოგიტანო მეორე გაითვალისწინეთ და განსაზღვროთ თქვენ ცოტა ეს თვითონ დაბძანდი ძალიან თქო კალბატონო ბძანე მოგესალმებით თამნა პაპავაძე საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს შევეცდები რომ ვიყო დაგინახე მაპატიემ ვერ მიყავს ხვალეს და არა უშავს შევეცდები რომ ვიყო მაქსიმალურად კონკრეტული ბატონ სოზარ თქვენი გამოსვლის დასაწყისში ისაუბრეთ პენტენციალურ სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე მათ შორის სახალხო დამცველის ანგარიშის გაჩნდა სიკვდილის ექსპორტი ახალი თავი რომელიც ადრე არ იყო რა როგორ თქვა follow-up-ი მოყვა ამ ანგარიშს ასე ვთქვათ რომელიც როგორც მახსოვს გამოვიდა შემოდგომაზე იმ კონტექსტში როდესაც პრობაციის პენტენციალური სამინისტროს აქვს აბსოლუტურად განსხვავებული მონაცემები გარდა ამისა თქვენ განაცხადეთ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაინტერესებასთან დაკავშირებით საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით ეს სავარაუდოდ მოყვა ბატონი იესრაბის წერილს ანუ ცენტრთან რომელიც ანუ წერილის შინაარსიდან გამომდინარე არის ცოტა უცნაური ანუ ვისთან ჰქონდათ შეხვედრა ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ანუ ეს არის ანუ შეიძლება რომ კონკრეტულად სახელები გვარები ვერ დაასახელოს მაგრამ ეს არის საქართველოზე მომუშავე დესკ ოფიცერი ეს არის უბრალოდ ადამიანები რომლებიც ადამიანის უფლებების კუთხით მუშაობენ თუ ეს არის ტენდენცია რომ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რაღაც მხოლოდ ვერ ენდო თავის ელჩის წერილს და ისურვა რომ გადაემოწმებინა ინფორმაცია უშუალოდ იმ ადამიანისგან რომელიც ამ საკითხზე მუშაობს და ამ კონტექსტში მინდა გკითხოთ დიპლომატიურ კორპუსთან მუშაობა საქართველოში ჩვენი ორგანიზაცია ძალიან ინტენსიურად ცდილობს რომ საქართველოში მომუშავე დიპკორპუსი იყოს ინფორმირებული მაგრამ ჩვენი მანდატი განსხვავებულია და თქვენ მეტად უფრო სპეციფიკური მანდატი გაქვთ რა როგორ გეგმავთ დიპლომატიური კორპუსის ინფორმირებას რომ აი ესეთი პრეცედენტები აღარ იყოს და საქართველოს პარტნიორ ან არაპარტნიორ მეზობელ სახელმწიფოებს ჰქონდეთ რეალური სურათი რა ხდება საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. მადლობა. კარგი, თქვენ და სოზარს მე ვთხოვ რომ უპასუხოს ალბათ კითხვებს. დიდი მადლობა, მოკლედ ვიტყვით მე დღეს ვიყავი უკანონო პატიმარი 4 წელთანახევარი მოიხადე, გამევედი სულ ერთი თვეა სერგო ბერიძე და მე რო დღეს ცოცხალი ვარ და აი ჩემი მეგობრების მე მართლა მიხარია რომ 20 წელია ჩვენ ბატონი მურმანის გვერდში ვდგავართ ეს ხალხი და გული მწყდება რომ აქ ძალიან ბევრი ახალგაზრდა არაა და მოუწოდებ ჩვენ აი მშობლებს რომ ყველამ თავისი შვილი მოიყვანოს თავისი სტუდენტები და შევიკრიბოთ ძალიან დიდი ძალა ბატონი მურმანი და მე რო დღეს ცოცხალი ვარ და მეგობრებო თქვენ გვერდში არის ორი კაცის დამსახურება პირველი ის რომ მურმანდუმბაძე ერთი წუთით არ გაჩერებულა 17-ე სასამართლოზე დაესრო ერთ წუთით ბოდიშფიქტი და ციხეზე რომ მევიდე ჩემი მეგობარი ნაციონალები და შემომთავაზეს 10 წუთში მურმანდუმბაძე ამევიდა და მე დაბნეული ვიყავი და მან მითხრა რომ შენ ვაშკაცი კაცი ხარ და არ მოაწერო არაფერს ხელი მე დაუჯერე მას ხონდა ყოველთვიური ურთიერთობა ერთმანეთში ურეგავდი და მისი იმედით გავძელი მეორეც როცა ჩამიყვანეს გეგუთში შემექმნა ძალიან დიდი პრობლემები რადგანაც მე მერაბიშვილის პატიმარი ვიყავი და მივწერე ბატონ სუზარ სუბას არ გასულა 3 დღე ქალბატონის სოფოხორგვანი ჩამოვიდა მომიგვარა ყველა პრობლემები და ორჯერ ჩამომაკითხა იქანე ბატონის სუბარის თხოვნით ალბათ მიდონე ბატონ სოზარზე მქონდა წერილი მიწერი ასევე აი წარმოიდგინეთ რომ რა მდგომარეობაა ციხეებში აი დედას ვიცავ რა ითქვენ რომ ლაბარაკოთ იქ რომ ნახოთ წარმოიდგინეთ ესეთი სასჯელი არავის არ ექნება გალახვების პერსონალის შემოდის ხალხს ყველაფერი და თითქმის ერთი კაცი კი არა სერგო ბერიძე 50 კაცი გადაარჩინა ბატონმა სოზარსუბამ იქ ალბათ განცხადებებს ნახავდა რომ 50 კაცის განცხადება ცუდად რო ხდებოდნენ წერი და ეგრევე ერთ კვირაში რეაგირება ჰქონდა და აი პირდაპირ გეუბნებით როგორც კი მევიდა ტუღუში მე იქანე კიდევ ჩებოდი ციხეში და 10 განცხადება გაუგზავნე მე რა თქმა უნდა სხვის სახელებზე წერდი მაგრამ იყო ისეთ ხალხი რომელსაც არც ერთზე პასუხი არ მოსულა ასე რომ ამისთანაც სოზარესთან ვაშკაცები გვიმრავლოს მერთმა და ჩვენ შევიკრიბოთ ერთად ვიყოთ აი მონსტრები უნდა გავუშვათ აი ასეთი ვაშკაცი ხალხი გადაარჩენს საქართველოს დიდი მადლობა ბოდიში ყველას მადლობა
კარგი, ერთი წუთი. კითხვა გქონდათ და ბატონ სოზარს უნდა გადავწეთ. კითხვა მაქვს ასეთი, უპირველესად მადლობა მინდა გადავხადო ბატონ სოზარ სუბარს საინტერესო თავისი მოხსენებისათვის. მეორეც, როცა ბატონო სოზარ თქვენ ბრძანდებოდით სახალხო დამცველი, გახსოვთ ალბათ 2009 წლის მოვლენები. კარვების ქალაქი თბილისი. იქ ერთი ჩემი თანამებრძოლი, თუ გახსოვთ ბერიძე, კისტის ტყვია მოხვდა თვალში. თქვენთან ვიყავით ჩვენ მოსული, აღიძრა მაშინ რაღაც საქმე და იმ საქმის შესახებ არაფერი ვიცით. გადის 3 წელი. ეს ერთი კითხვა, რომელსაც ალბათ მე დიდი დრო რო არ დავკარგოთ, მე მოვალ და პერსონალურად დაგელაპარაკებით. მეორე კითხვა. საერთაშორისო სამართალი და რატომ არის ასე გაჭიანურებული ვადები? ანუ კითხვის სახით მინდა შეგეკითხოთ. ესეთი დაყოფები ხომ არ არსებობს მაგალითისთვის? ან საჭირო ხომ არ არის იყოს მსოფლიოში ესეთი დაყოფები, თქვათ, სახელმწიფოები, სადაც ყველაფერი მოგვარებულია, სახელმწიფოები, სადაც სანახევროდ მოგვარებულია, ისე იმათ ვამბობ, და სახელმწიფოები, სადაც არაფერია მოგვარებული და რატომღაც იქედან იქ სამართალდამცავი სტრუქტურები, რომელსაც ევროპა წარმოადგენს და ჩვენ ასე იმით, რა ქვია, გაფაცისებით უყურებთ და უცქერით მათ, რა პოზიციაში არიან ამასთან მიმართებაში. ჩვენ ბევრი რამ ვნახეთ, ბევრი რამ გადავიტანეთ და ცოტა ეს გაწელილი ვადები 3 წელი, 4 წელი, თუ ჩვენ განვეკუთვნებით ისეთ სახელმწიფოთა სიას, სადაც აბსოლუტურად ყოველდღიურად ირღვევა ამდენი ადამიანის უფლებები, რატომ არ ხერხდება ის, რომ თქვა 3 წელის ნაცვლად ერთ წელიწადში ადამიანი კისტის პატარა ტყვის იმას კიდევ თვალით ატარებს და ჩვენ ველოდებით იგივე სახალხო დამცველისაგან პასუხს. მადლობთ. მადლობა. ის გადავაჭრე. მოდი, კითხვა დავშიგა ამით. სოზარის შეაჯამებს, იმიტომ ხო, როგორც ასეთი. მოგესალმებით ბატონო სოზარ. მოხარულია დღეს რომ ბათუმში მყოფებით. მე მაინტერესებს ალბათ გახსოვთ მე რა მოგობერძე 2007 წლის მოხსენებაში თქვენი და აჭარის სახალხო დამცველის აპარატის მოხსენებაში თქვენის დახმარებით მართლაც ლიწული შეიტანეთ მოხსენებაში ვიყავი მოხვედრილი. აი იმის პრაქტიკულად იმ შემდეგ, აი მოხსენების შემდეგ არც კი დაწყებულა საერთოდ ის რეკომენდაციები, რომელიც თქვენ პარლამენტს წარუდგინეთ, არც კი დაწყებულა საერთოდ ამ ფაქტების გამოძიება და დღემდე არის გაუხსნელი ის ჩემი საქმე. რაც ახლა ცოტა ფაშტომატებით ვერ ვიტყვი, მაგრამ რომელიც და კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ რამდენად უპასუხისმგებლო და უნათვა ხელისუფლება აი 2007 წლიდან დღემდე რამოდენიმე 1000 კაცი შემიძლია თქვა, რომ ასეთ ტიპის თქვენ სახალხო დამცველის მოხსენებაში ხდება და ფაქტიურად ხელისუფლება არანაირ რეაგირებას არ აკეთებს. აი ამის თქმა მინდოდა და საზოგადოების წინაშე. და მოკლედ პატარა შეიძლება რომ გააკეთოთ განცხადება, რატო არ ახდენს ხელისუფლება, მაინტერესებს მეთქი მათი დამოკიდებულება. მაინც გონია რომ მათი დამოკიდებულება ეგ არ არის ისეთი კითხვა, იმიტომ რომ არის რომ აი პათეტიკური კითხვაა, რომელზეც პასუხი ყველამ ვიცით და რამე განსაკუთრებულ ვერაფერს ვერ ვიტყვი. იმიტომ რომ თავის თავს ვერ დარჩიან და არ უნდა ციხეში დაწვა. გას დაურჩიებობაზე ეს ხელისუფლება. ადამიანის უფლების დამრღვევები, დამნაშავეები, რომლებიც ასრულებენ ხელისუფლების დაკვეთას, არ უნდა დაისახეს. საკმარისია ეს დაირღვეს ხელისუფლებისგან, არ დარჩება ეს პირაში არაფერი. აი გარი თავი, მაგრამ მოდი ხა ვეცდები აქ ბატონი ხილაიშვილი ლაპარაკობდა ძალიან ბევრ თემას შეეხო, ძალიან საინტერესოს. ახლა მე უმრავლესობა ამ შემთხვევაში იყო იგივე საავადმყოფო, ეს ყველაფერი იყო ანუ თქვათ ჰესები, საკითხები, რომლებზეც მე არ ვარ კომპეტენტური, მაგრამ თავისთავად ყველა საკითხი და შესასწავლია. ქართულ ოცნებაში სტატია საინტერესოა და შეიძლება გავაკეთოთ. რაც შეეხება ბანდფორმირებებს, ამაზე გავჩერდები უბრალოდ. როდესაც ირაკლი ავასანიამ გააკეთა ეს განცხადება, გამოხმაურება
რომელმაც ის მოყვა ამ განცხადებას ნათლად აჩვენა რამდენად სერიოზული განცხადება იყო და რამდენად მტკივნეული ხელისუფლებისთვის. ხელისუფლებამ არ უარყო და ისინი წავიდნენ სხვა გზით. ანუ წავიდნენ რომ რა გინდათ, ეს ყველაფერი ლეგალურია. და აი სწორედ იქ დაუსვეს მე მგონი წერტილი თავის იქ გამოაჩინა თავისი სახე. ლეგალურია ეს არის რეზერვი და ამ შემთხვევაში უკვე მე და თქვათ იგივე ჩემი ჯგუფის წევრებმა დავიწყეთ შესწავლა. აჰა, ლეგალურია ხო ბატონო გიგაპოკერია. მაშინ ვნახოთ კანონის შესაბამისი არის თუ არა და აღმოჩნდა რომ კანონის შესაბამისად ადამიანებს რეზერვში და ზოგადად ასეთ ტიპის სამსახურებში არ აქვს უფლება თუ ის არის ნასამართლები ძიმე დანაშაულისთვის. და აქ არის თქვათ ლაპარაკი ადამიანზე რომ შენგელია რომელიც დათო შენგელია რომელიც 24 რომელიც პარტიზანი იყო წლების განმავლობაში 24 წელი ჰქონდა მისჭილი იარაღისა და ნარკოტიკების უკანონო შენახვის გამო და გაათავისუფლეს უმძიმესი დაავადების გამო. აქ ბევრი ვილაპარაკეთ პატიმრებზე და როგორ დაავადებულებს ათავისუფლებენ ვიცით, ხო? აი, მანქანაში როკვდება სახლამდე არ მისული. დათო შენგელია დღეს ერთ-ერთი ლიდერია, ანუ ყოფილა, ალბათ ყოფია, არ ყოფილა. 20 წლიანი მისჭილი ადამიანი გაუშვეს რამდენიმე დღეში, მაგრამ რა აქვს კანონის თანახმად უფლება რომ იყოს ამ საქმეში. ადამიანი არის, რომელიც ადამიანის მოტაცებისთვის არის მისჭილი, ადამიანები არიან, რომლებიც ნარკოტიკებისთვის არიან მისჭილები. ეს ადამიანები გათავისუფლდნენ ვადაზე ადრე და დღეს ხელმძღვანელობენ ამ ვითომ 5 დღიან რეზერვს. ეს ხადი არის ძალიან სერიოზული კანონის დარღვევა და პრაქტიკულად ნიღაბი ჩამოიქცა ხელისუფლებამ ამით. პატიმართა დაავადებებზე რო ლაპარაკობდით, გეთანხმებით ახლა რომ ამ ტიპის დაავადება პრაქტიკულად რა და მომაკვდავი ადამიანები ვერ გადარჩება, მარტო ის დაავადებები აქვს ჩამოთვლილი, მაგრამ მეცაც კეთილს ზოგჯერ აი ჩემს თვალზე ხდებოდა შეცვლა და ამაზე არაერთი განცხადება მაქვს გაკეთებული. მაგალითად, იყო ერთი კანონიერი ქურდი ციხეში, რომელიც მიჯაჭვული იყო საწყოს და ვერ დგებოდა, საერთოდ ვერ დგება დღესაც. მისი დაავადება ექვემდებარებოდა გათავისუფლებას. ამოიღეს. ოღონდ ის კაცი არ გაეშვა. ხო და ну აი ევროდაი მარტო ერთ ადამიანზე შეუძლეს კანონის შეცვალა, რა როგორც ბიზნეს რაიონიშვილზე მთელი კოდექსები შეცვალეს, ერთ კაცზე ერთ ქურდზე შეცვალეს ის კანონი, რომ ის ქურდი ადამიანი მიჯაჭვული საკუთრება რა კანონიერი ქურდი. მე რა ალბათ უამრავი დანაშაული ქონდა ჩადენილი. ყოფილიყო სახლში ის იმას კი არავინ უშვებდა, ლაპარაკია პატიმრობის მუხტის გადავადებაზე. შემდეგ რამდენიმე კითხვა იყო და გავერთიანება ეს მომზადეთ მაინაკიაის განცხადებაზე, ამავერდის განცხადებებზე და საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებით რას ვაკეთებთ. ხო? მაინაკიაის მე ვიცნობ ძალიან დიდი ხანია, ეს იყო ომბუდსმენი კენიის და ძალიან მეგობრობდით, სანამ ომბუდსმენი იყო და ნუ ახლა ახალი თანამდებობა სხვადასხვა შექმნილი მომხსენებელი მიტინგების და მანიფესტაციების თავისუფლების საკითხებში. ზოგადად როგორ ხდება საქართველოს შევარდნაძის პერიოდისგან განსხვავებით დღეს საქართველოს ხელისუფლება ძალიან კარგად მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. უბრალოდ ერთ ფაქტს გავიხსენებ, რომ წელი აღარ მახსოვს 2006 თუ 2007 წელი იყო, როცა საქართველოს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პაქტის შესრულების მესამე ანგარიში სამართლებრივ და გააროში. მე ვიყავი ჩასული, ოღონდ მე არ ვიყავი სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში და ეხა ვინც არის სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში, მათ არ აქვს ოფიციალური განცხადებების კეთების საშუალება. იყო ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, ნაციონალური უმცირესობების დაცვაზე, ვინც მუშაობს და იყო 7 კაცი სახელმწიფო დელეგაციიდან. ეს 7 კაცი ну აი თითოეული აღარ ვლაპარაკობ ახლა ინგლისურის ცოდნაზე, ერთი რომ იორკშირული აქცენტით უხსენს და მეორე იმითი რაღაცა და შეერაღებული ფაქტები ისე დახელოვნებულად იტყუებოდნენ. ლამის მე ვიჯერებდი იმას, რასაც ისინი ისე მომზადებულები იყვნენ. ძალიან კარგად მუშაობს საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მე ვიყავი მარტო ჩასული ამ დროს ადამიანი, რომელსაც შეიძლება განსხვავებული ინფორმაცია მიეწოდებინა. ახლა გამოუტყდები და ჩემი ინგლისური არათუ ვერ ვწინავს, არამედ საერთოდაც დაამძიმედ ვარ და მით უმეტეს ოფიციალურად იქ არ მქონდა ჩართვის უფლება. უბრალოდ 3 დღე გრძელდებოდა ეს მოხსენებები, ყველა შესვენებაზე მივდიოდი კომიტეტის წევრებთან და განვუმარტავდი, რომ აი აქ ტყუილია და მე ცალკე 1 საათიანი შეხვედრაც ჰქონდა კომიტეტის წევრებთან. მიუხედავად ამისა, მე მაინც ვიყავი დარწმუნებული, რომ
ის რაც ელაპარაკეს კომისიის წევრებმა, ყველაფერი აისახებოდა მათ დასკვნაში და ისინი არაფერს ჩემსაც არ დაიჯერებდნენ. მოხდა პირიქით. მართლა ძალიან გამოცილი კომიტეტის წევრები არიან. აღფრთოვანებული ვიყავი, როცა კითხულობდი დასკვნას, აი არ მჯეროდა, რომ ესეთი რამე დასკვნა შეიძლება დადებულიყო, იმდენად სერიოზული დასკვნა იყო. იმდენად მძიმე იყო ის ბრალდებები, რაც სახელმწიფოს წარუდგენეს და ყველა ჩემი შენიშვნა იყო გათვალისწინებული, არც ერთი ის წვილი არ იყო გათვალისწინებული, რაც ხელისუფლების სამშვიდი კაცის მხრიდან მოდიოდა. იგივე მოხდა ბავშვთა უფლებების კონვენციასთან დაკავშირებით. რომ მუშაობა არის მეტი საჭირო, რასაც ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვერ ვახორციელებთ და რასაც ხელისუფლება კარგად აკეთებს, ფინანსიც აქვს, ყველაფერი აქვს, მუშაობენ ამაზე ძალიან სერიოზულად. საერთოდ არ აინტერესებს შიდა აზრი, თავარია იმუშაონ და გარდან არ მოვიდეს დასკვნა. თუ მაინც დასკვნა იქნება ისეთი, როგორიც არ მოსწონს, გავუკეთებენ იგნორირებას. თავარია ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, ანუ დონორები ვინც არიან, თავარია იმას არ გაწირონ ბოლომდე და ნუ გაერო თუ რაღაცა სიტყვის, ანუ აინაკი აი თუ რაღაცა სიტყვის დიდად არ აწუხებს. ეს ძებია რომ ეს არ მოხდეს, მაგრამ თუ მოხდა, ნუ გაატარებენ. ჰამარბერგზე, რომელიც მართლა აი პატრიოტიზმი და ძალიან კარგი უფლებადამცველია, ძალიან ძლიერი პიროვნება, დიპლომატიურობაც არაკლია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში გადიოდა იმ ჩარჩოდა, რასაც ევროპისათვის დიპლომატიური ეტიკეტი ქვია და ძალიან კარგ განცხადებებს აკეთებდა. გამოაცხადა აკომინაშვილმა რუსეთის აგენტად საქართველოს პარლამენტის მდგომარეობაზე. იქამდეც კი მივიდნენ. მაგრამ ნუ ისი ამას არ უმოქმედია მის დასკვნებს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი ამ უფლებების დაცვის საკითხში და ძალიან ხშირ შემთხვევაში თქვა წეგან რომ ქურდი ვახსენე. მივიყვანე პირდაპირ ციხეში შევედით ერთად, ჯერ თვითონ ცხოვრა რომ უშენოდ არ წავაო და წავედით. მივაყენე ეს ადამიანი 4 ქურდი კანონიერი, 1 ყრუ, რომელიც მე ციხეში გარდაიცვალა ახარაძე და ნუ ისიც საწოლიდან ვერ დგებოდა. 2 ნუ ის ახარაძე კიდე დგებოდა. 2 საერთოდ მიჯაჭვული იყო საწოლს და მეოთხე ნუ შედარებით ისეთი. ისიც ძიმე ავადმყოფი იყო სხვათა შორის. მივიყვანე არიან სარდაფში, სადაც გველები დაცოცავდნენ და ისინი ვირთხები. მივაყენე ამის კარებს ამო. არ გვიღებენ კარებს. ჰამარბერგი მეკითხება, რა ხდებაო და მე ვსწარ იმეთ კითხე თქო. მოვიდა ბაჩოს მოადგილე ქალბატონი რა თქვა, თქვა ხარ გახსოვთ, არასამთავრობო ორგანიზაციიდან იყო. მას ვერ ვიხსენებ. აუ დარწმუნებული ხარ რომ მართლა გინდა თორე ხლა იქ ჩახვიდეთ. ნუ ხარ ახლა ხარა გაგვიღეთ კარი სანამ ახლა მართლა რაღაც არ მომხდარა და ნუ 10 წუთის მერე გაგვიღეთ. ნუ ხარი. აი ამ აქ და იგეგმა ციხის ბუნძი ვითომ. სადაც შენ არ გიშვებენ, შემთხვევით ვიღაცა ბიჭი შევიდა, მიიღო ამასგან დავალებები. როგორ წარმოგიდგენიათ რომ ეს მომხდარიყოს? და თან ეს მაინც და მაინც წინადღაც დაამონტაჟეს ის ჩამწერი მოწყობილებები, ამათ ის ჩაიწერა და ლაპარაკი ჩაიწერა და მე მოხდა მეორე და ბუნძი. ეგ არის წარმოუდგენელი, ხო? მე ამ ქურდებს, რომლებიც საწოლში წვანა, რომელსაც ვიღაცები ემსახურებოდნენ და ნუ ხო ვერ გადიოდნენ საერთოდ, ანუ მთელი ეს ბუნებრივი მოთხოვნილებებს იქ მაყოფილებდნენ. გას კამერა, რომელიც ამ ყველაფერს უყურებს და პირდაპირ ეთერში უყურებენ ისინი, ციხის ადმინისტრაცია, რაც ბუნებრივია დარღვევაა. ეს რეაგირებებს არ ახდენენ სანამ არ დაგროვდება კრიტიკული მასა, მაგრამ როცა კრიტიკული მასა გროვდება, მაშინ იძულებული იქნებიან რომ დააგროვოთ. ეხლა ჩეხეთში რო ჩავედი, ვის შეხვდით, ეხლა ვეძებდი, ვერ მონახეთ, ჩანთაში მიდევს, მაგრამ ისეა გაწენილი ჩანთა იქ მონახო. ეს არის ადამიანის უფლებათა დაცვისა და რაღაცა კიდე კომიტეტის თავმჯდომარე, კომიტეტის დეპარტამენტის დირექტორი. დეპარტამენტის დირექტორი ქალბატონი, ხოლო ჩემი ჩასვლის შემდეგ იქ გამოყვეს სპეციალური მომხსენებელი, რომელიც მუშაობს საქართველოს საკითხებზე და რომელსაც ყოველდღიურად უგზავნი ინფორმაციას. კარგი ის არის, რომ ბატონო? არა, ეგეთი არ არის. თვითონ მინისტრი შვარცენბერგი არის ძალიან გავლენიანი ადამიანი ჩეხეთში. არის ყოფილი დისიდენტი, ვაცლავ ჰაველის თანამებრძოლი და სხვათა შორის ერთ-ერთი მდიდარი ადამიანი დღეს ჩეხეთში თავისი დისიდენტობის მიუხედავად, იმიტომ რომ ეს არის ჰაბსბურგების შთამომავალი, ავსტრია-უნგრეთის იმპერატორთა შთამომავალი და როცა სოციალიზმი დაინგრა იქ, დაუბრუნეს მთელი თავის წინაპრების ქონება და ოცებ დისიდენტი, რომელიც ციხიდან ციხეზე დადიოდა, ოცებ გახდა ერთ-ერთი ესეთი მდიდარი ადამიანი, ამავე დროს ესეთი ძალიან გავლენიანი კაცი. იმან დანიშნა ადამიანი, რომელიც არის ასევე მისი ძველი თანამებრძოლი, ის დისიდენტია და არა, ვთქვათ, ნაფიცი, რა ქვია, საჯულე კი არა,
რა ხაზახიან ამას კაცო. საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატი, არა ნაფიცი დიპლომატი, არა ძველი დისიდენტი და ნუ ეს მუშაობს საქართველოს საკითხზე. გაუცებულები არიან, ვერ იჯერებენ, რომ აქამდე სად ვიყავით, სად გვეძინავენ, რა როგორ მოხდა ეს ყველაფერი არ ვიცოდით. მე ვიმედი განსხვავება რა არის, თქვა ლუკაშენკოსა და სააკაშვილის შორის. ლუკაშენკო ლაპარაკობს რუსულად და იქცევა როგორც მეურნეობის თავმჯდომარე, სააკაშვილი ლაპარაკობს ინგლისურად და კიდე რამდენიმე ენაზე მეტნაკლებად და ნუ ის გაუხსენა იქ შეხვედრის დროს პატარა ოფლისწულში რო არის რომ თურქმა მეცნიერმა რო აღმოაჩინა რაღაც პლანეტა და არავინ არ დაიჯერა, იმიტომ რომ ჩაუმაყურა და 3 წლის მერე რო ჩავიდა და თქვა რომ ჰასუხი გაიკეთა და თქვა რომ პლანეტა აღმოაჩინა, ყველამ დაიჯერა და ეგრეა თქო რა ლუკაშენკოს და სააკაშვილის შედარება და ნუ ეხლა ნუ მოიქცევთ ფაქტებს შეხედეთ თქო რა. მიუხედავად ამისა, შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარე და მითხრა, რომ მოკლედ ჩვენ ძალიან დადებითად ვართ განწყობილი, მართლა ყველაფერში არ გეთანხმებით, მაგრამ გვინდა რომ რბილად ჩაიაროს, არანაირი კამაც არ ვაპირებს და იმედია რომ ასეთ ტონალობაში წავა შეხვედრა. გაუთხარი ბატონო დავით, კარგია რომ ასე აპირებს, მაგრამ არ ამგონია რომ ამის საშუალება მოგეცეთ თქო. მოხსენებაში არ მქონდა შეტანილი ერთი ფაქტი, ეს იყო 4 ნოემბრის საცფირი თუ გახსოვთ. ეს არის საცფირი შინაგანთა სამინისტროს სადაც დაიგეგმა მომიტინგეთა ცემები. 7 ნოემბრის დარბევა კი არა, ის კონკრეტული ცემები და ეს რომ მოუყევი მოხსენებაში და პარლამენტის სულობაში ასე რომ თქვი, ნუ შეიცვალა ყველაფერი, დადგნენ ყალყზე და დაიწყეს წივილი და რაც ჩვეულებრივად ხდებოდა ხოლმე. იგივე ანუ ეხლა ჩემზე უბრალოდ მაინც ენა შეაჩვეს და ცდილობდნენ ამით აეცილებინათ პასუხისმგებლობები, რომ პოლიტიზირებულია. გიორგი ტუღუშიძე ამას ვერ ამბობენ, იმიტომ რომ ჯერ ერთი ჩემს მერე დანიშნეს და მაშინ რატო დანიშნეს, შემიძლია კითხვა შევაბრუნოთ და მეორედ გიორგი ტუღუშიძე ჩემს სამწუხაროდ ერთადერთი რაშიც არ ვეთანხმები გიორგის, ძალიან ერიდება პოლიტიკურ შეფასებებს. ადამიანს თუმცა იჭერენ პოლიტიკური ნიშნით, ამას უნდა ვთქვათ, რომ ის არის პოლიტიკური ნიშნით დაკავებული. და ეს არის ერთადერთი ადეკვატური რეაგირება და თორემ გამო გვიტყვიან ჩვენზე რომ ვართ პოლიტიზირებულები ილაპარაკონ სამაგიეროდ სოფრო გაიგებს სიმართლეს. ტერაშვილი, არა მარტო ტერაშვილი, არამედ ყველა ის ადამიანი, ვინც მასთან ერთად არიან დაჭერლები, ესენი არიან სალსახად პოლიტიკური პატიმრები, ესენი არიან პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანები, რომლებიც 23 ადამიანია, რომლებიც შეემატნენ რისკს პოლიტპატიმრების, თუმცა აქ ერთი თემას გამახსენდა ტერაშვილთან დაკავშირებით. ჩავედი გორში ერთი პოლიციელი კი არა, ყოფილი პოლიციელი იყო, რომელიც ასე დაკავებული იყო ამასთან ერთად. იარაღი ჩაუდეს, ერთოთახიანი ნაკლებად ბინაშვილებთან ერთად ცხოვრობს, ჩაუდეს იარაღი დაიჭირეს სრულად უკანონოდ უსამართლოდ და მისი ძველი გაუშვეს სამსახურში რაღაც მშობელად მუშაობდა თან დაქირავებულში ცხოვრობს, ოჯახი. კბილი ქვეყანაო თუ რაღაც ეგეთი. არა, კბილი მაშინის, არა, მაშინეს არა. მოკლედ, არის კბილი სამყარო, გორში არის პატარა რაღაც ესეთი კბილი რაღაცა ქვია რა და. უბრალოდ იქ ტელევიზიის მოუწოდე ხალხს ეგ. ეგეთი რამე მოხდა. თუ დღეიდან თქვენ მიყვალთ და იყიდით ამ საწარმოს ნამსხვრს თუ რაღაცას, თანამონაწილენი ხართ იმ უბედურების, რაც ამ ოჯახის თავზე. ჩვენ ყველანი ვართ თანამონაწილეები. მასწავლებლებზე ვლაპარაკობდით ახლა. სკოლიდან მასწავლებელს რო აგდებენ. როგორ უნდა დაგაშინონ ახლა 20 საათი მასწავლებელი როა და 40 საათი ყველამ რო თქვას რომ ჩვენ არ შევალთ ამ სკოლაში. სანამ ის ადამიანი არ აღდგება. რას იზამს სახელმწიფო? ვერაფერს. 3 დღეში სააკაშვილის ტერმინი რო ვიხმართ, 3 დღეში ჩამოიხშლება ეს ვითომ ძლიერი ხელისუფლება. 3 დღეში ეს სოციალური სოლიდარობის ხსნობა რო არსებობდეს და ყველა არ გვიდა აი იმ სკოლაში საიდანაც გაგდეს
იმ სკოლის ყველა მასწავლებელმა რო თქვა, რომ ჩვენ არ შევალთ ამ სკოლაში, სანამ ეს ადამიანი არ აღდგება, იმიტომ რომ უკანონოდ არის დაჭაგრული. თვითონ ხო ჩვენ დაუკეთესად იციან რომ უკანონოდ არის. რა მოხდება? 20 სკოლა რო გაიფიცება ერთ დღეს, იმიტომ რომ 20 მასწავლებელი გავუშვ. მორჩება რა იმ დღეს პოლიტიკური დევნა მორჩება იმ დღეს. და სკოლის დირექტორი გასულა ხომ მასწავლებელს რო ხო გაგიშვებენ, იმიტომ რომ თქვენ სხვა მასწავლებლები გამოგიშვენ? ხო და სხვა მასწავლებლები რომ გაფიცულყვენ თქვენთან ერთად, დირექტორს გადაერჩევდით ერთ დღეში. აიგა. ერთი წუთი, ქალბატონს მიკროფონი მიაწოდე. არა, მაპატიეთ ეხლა. ქალბატონო. არა, უბრალოდ რომელი სკოლიდან გამოგიშვენ? საჯარო სკოლიდან. დავუმთავრებ, ანუ ჩვენი მანდატი რაც ითვალისწინებს. ჩვენ როცა ჩავდივართ შენევაში, ახლა მიწევს 23 აპრილს, ჩვენ თელი ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისიის ოფისი გვაბარებს ანგარიშს, რას აკეთებენ, რას საქმიანობენ და საიდან ღებულობენ დაფინანსებას, რაში ხარჯება ფინანსები, რა გეგმები აქვს და ჩვენ ასე უნდა მოვიწოდოთ. და კიდევ ერთი მინდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, იქ რო ვარ ხოლმე, მაშინ ვხვდები კარგად ზოგჯერ რატომ უყურებენ ესე უყურებენ საერთაშორისო ორგანიზაციები, ეს არ თუ ძალიან აქტიურია. ნუ ზივარ და ვშიალობ მაგალითად, ამ განულ 6 წუთში გვაქვს დიდი წარმატება. რუანდამ ან რომელიღაც ქვეყანამ გამოაცხადა მონიტორინგი სიკვდილით დასჯაზე, ხოლო სადღაც კიდე გავუხდა. ერთი ქვეყანაც მიემატა, კიდე 6 წუთში კიდე ერთი ქვეყანა მიემატება და ახლა საქართველოში თუ ბატონი მურმა დუმბაძე ცემეს საკავების მერე და მოხდა უცებ ვერ აღარ ცემეს საქართველოში ახლა და სადღაც ხო პატარა გარღვევა, კიდე სადღაც გარღვევა გვაქვს და ესე ნეუნება და ზემოდან ცოტა სხვანაირად ჩასყოლაფერი და სხვანაირად ვთქვა, ამიტომ ჩვენ გასაკეთებელს სხვა ვერავინ გააკეთებს, მაგრამ ჩვენ ძალიან აქტიურად გავიყოთ საერთაშორისო დონეზე. შიგნითაც და აი ეს სოლიდარობაზე, წერალობა ეს არის თავარი. ეგ ისეთი რამე, რასაც ვერ დავუძლებთ ვერანაირი ხელისუფლება იქნება. გამოძიებებს გრძდება, რომელიც არ დამთავრდება არანაირი შედეგით. არა, ამაზე გუშინ დაიდონეთ გაზეთზე. ადამიანი განცხადება. ერთგვარი წარმატება უნებრივია, მაგრამ ის რომ ვინმე დასაჯოთ და ციხეში ჩასვა უნებრივია გადაედება. კიდე რაშიც არ ვეთანხმები გიორგი ჭუღუშს, ანუ 26 მაისთან დაკავშირებით საკმაოდ სერიოზული გამუშავარია, საკმაოდ ბევრი ახლა გამარჯვება არის ჩადებული. იქ არის დანაშაული მომხდარი სერიოზული და უბრალოდ როდესაც ეს დანაშაულია მომხდარი, არ უნდა შეარბილო ხელისუფლების ქმედება და ხელისუფლების პოზიცია, თქვა ასეთი ფრაზით, რომ მაინც წინსვლა და მივესალმებით იმას, რომ რამდენიმე პოლიციელს თქვა სამადური გამოაცხადა და 4 გათავისუფლდა. არ არის ეს სწორი შეფასება, ეგ არის თვალში ნაცრის შეყრა საზოგადოებისთვის და თვალში ნაცრის შეყრას უნდა უწოდოთ თვალში ნაცრის შეყრა. კარგი. მიმდინარე ანგარიშზე გააკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ ყველა ანგარიში, რომ ისინი ითვალისწინებენ საქართველოს ყველა ანგარიში მას შემდეგ, რაც მე აღარა ვარ. რომ ისინი ითვალისწინებენ სახალხო დამცველის პოზიციას, მაგრამ არაფერი არ მოხდება სინამდვილეში. გიორგი ტუღუშმა გააკეთა, თქვა პირველივე მოხსენებაში, ძალიან ძლიერი რამე გააკეთა. ანუ მან თქვა იგივე, რაც მე ვთქვი მის წინა მოხსენებაში, რომ არალეტალური იარაღის გამოყენება 26 მაის 2009 წლის 15 ივნისს არ გამოყენებია. 7 ნოემბერს იყო, ხო 6 მაისი იყო უკანონო, იმიტომ რომ კანონში მაშინ არის კანონი არის საქართველოს კანონი არ თვალისწინებდა არალეტალური იარაღის გამოყენებას. განსხვავება ჩემსა და ტუღუშ შორის იყო ერთადერთი. თუ კანონოა, მაშინ ავტომატურად დგება პასუხისმგებლობის საკითხი. სისხლისამართლებრივიც და პოლიტიკურიც. მე დავაყენე რეკომენდაცია პარლამენტის წინაშე, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს და დაიწყოს გამოძიება. რატო დახარჯა სახელმწიფო სახსრები იმ იარაღის შეძენაზე, რომელიც არის აკრძალული. არ არის ნებადართული, ნიშნავს არის აკრძალული ადმინისტრაციულ სამართალში, ხო? რატომ გამოიყენეს ეს იარაღი მოქალაქეების წინააღმდეგ და ყველა ის ადამიანი, ვინც გამოიყენა, ვინც ბრძანება გასა, უნდა ყოფილიყო დასჯილი. გიორგი ტუღუშმა ესეთი მკაცრი რეკომენდაცია არ თქვა, მაგრამ მან რა თქვა, იყო საკმარისი იმისთვის, რომ გადაწყვეტილიყო გამოძიება.
უბრალოდ ჩემს ერთხელ რომ არ პოლიტიზირებული გიორგი მეთქოს რომ გაითვალისწინებენ, ბუნებრივი არ გაითვალისწინებენ. კარგი. არ ვიცნობ, იმიტომ რომ ესენი იყვნენ ნიღბებში, თუმცა სააკაშვილთან როცა მქონდა შეხვედრა და ამ თემაზე ჩამოვიდა, რომელიც სპეციალიზმი იყო იქა. ნუ სხვა რა ვიცი, ნიღბებით იყვნენ, არაფერი არ ეწერა, სახელი არ ეწერა, გვარიანოს არიან, საიდენტიფიკაციო ნომერი არ ეწერა. როგორ იყვნენ ჩართულები, აღოწერა. ესო საშელახსოვრების სპეციალიზმიო. ოღონდ მე მომიტინგეები რა პატიმრები იყვნენ, რა უფლებით რომ მოიყანეს საშელახსოვრების მომიტინგეები. დალები არ გვეყო. მოკლედ, მე მინდა ძალიან დიდი მადლობა ბატონ სოზას გადავხადო, რომ გამონახა დრო და ჩამოვიდა, იმიტომ მესმის მისი გრაფიკი ძალიან გადატვირთულია და ძალიან ცოტა დავაყოვნებთ, იმიტომ უკან ბრუნდება დღეს, ახლა დისკუსია რო დასრულდება. არ ვიცი, მე იმედი მინდა გამოვხატო, რომ რა ვიცი, ახლო მოვალში ჩვენ არ გვექნება იმის საფუძველიც, რომ ვისაუბროთ პოლიტიკური გამოხატულების გამო, რომ შეზღუდვები დაწესდა რომელიმე მოქალაქე. ქალბატონმა ბრძანა სკოლიდან გამიშვეს. ხო, საჯარო სკოლიდან იქ ვიღაცა დაიბარეს მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაცა ტაქსით მიიყვანა რომელიღაცა შეხვედრაზე. იქ შეიძლება ხვალე მე ვიღაცას, არ ვიცი, სოზარს უთხრა გამარჯობა და ამის გამო შეიძლება ჩათვალონ, რომ ანუ ეს ცუდ შედეგამდე ხშირად ამბობენ მადლობა და ამით დავასრულოთ. კარგი, ერთი წუთი. ხშირად ამბობენ, რომ დემოკრატია არის პროცესი, ხელისუფლებას ყვარს და ყველაფერი ერთბაშად ვერ მოხდება. ტყუილია. დემოკრატია არის შესაძლებელი ერთ დღეში. ის რო არ იყოს პოლიტიკური დევნა, ის რო იყოს სასამართლო თავისუფალი, ის რო არ იყოს ცენზურა შესაძლებელი ერთ დღეში. მერე მოსამართლე რო უნდა იყოს კვალიფიციური პატიოსანი ხსამე არ იყოს, ეს 10, 100, მილიონი წელი გაგრძელდება მანამ სანამ სასამართლო იარსებებს და ეს პრობლემა ყოველთვის იქნება. ანუ ჩვენ ვოცნებობთ გამოხატვის თავისუფლების სტანდარტი რომ მუდმივად უნდა დაიხვეწოს და ვიღაცა რომ ყოველთვის დაარღოს შეიძლება სულუფლებებში ეს ყოველთვის იქცევა. პოლიციელი რომ ყოველთვის გადაამატებს ძალაუფლებას ეს ყოველთვის იქნება, მაგრამ ის რომ დემოკრატია იყოს ეს შეიძლება ერთ წუთში პოლიტიკური ნება რომ ადამიანი არ უნდა აწამოს ეს ერთ წუთში მოხდება და მე ვიღაცა რომ აწამებს იმას დასჭი და ეგ არის დემოკრატია მათი არაფერი. თუ არ დააწინა. სასამართლო ისა არჩევნები არ უნდა გაყავდეს და ეს არ უნდა იყოს სახელმწიფო პოლიტიკა ეს ერთ წუთში შეიძლება და მე ვიღაცა რომელიმე სოფელში თუ გადაწყვეტს ჩაყრას იმას დაიჭირდა ჩასვამ ციხეში და საყდურს მისცემ. კარგი, ძალიან დიდი მადლობა ყველას მობრძანებისათვის.